გამარჯობა. თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯაფარას პოდკასტს. ჩვენი მხარდამჭერი სოკარი და ჩვენი სტუმარი ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? გამარჯობათ, მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. თქვენთან დაკავშირება მირჩია მედამ, რომელიც ჩვენი რამდენიმე ეპიზოდით წინ იყო. მაშინ თემა ჰქონდა ძირითადად ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა და ზოგადად ჩემს პოდკასტში ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ ამ თემებს შევეხო, ცნობიერება იქნება თუ მენტალური ჯანმრთელობა თუ ფსიქოლოგია, მე პირადად მაინტერესებს ეს საკითხები და მედას რო ვკითხე, აი ეს კონკრეტულად დღესაც თემებიც გვაქვს, ამაზე მირჩია რომ თქვენ დაკავშირებოდით. დღეს ძირითადი თემა მინდა იყოს შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები. არ ვიცი ეს ერთ იგივეა თუ რა განსხვავება არის ამაზეც ვისაუბროთ. იმიტომ რომ მეც პირადად მგონია გამოცდილება პანიკური შეტევების. და ვიცი როცა ადამიანს ეშჭირს როგორ მნიშვნელოვანია ამ დროს მოусმინოს სხვას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს. ეს ჩემ თავზე გამოცდილი და მე როცა მქონდა ეს პრობლემა მაშინ დაახლოებით 10 წელზე მეტი გავიდა. ქართულ ენოვანი ესეთი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან მწირი. დღეს უკვე მომრავლდა და ბევრი დაგუგლოთ გინდა YouTube-ზე, გინდა Google-ში, ბევრი რაღაც ინტერვიუს შეხვდებით ამ თემაზე, მაგრამ რაც მეც ვილაპარაკებთ, უკეთესი იქნება უფრო დავეხმარებით ადამიანებს, რაც დღეს აწუხებს. დავიწყოთ იმით, რა არის შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევა და ერთ და იგივე არის თუ განსხვავდება ერთმანეთისგან? დიახ, იცით რა, ჩვენ ექიმები ყოველთვის ვეყნებით ხოლმე საკლასიფიკაციო სისტემებს და საქართველოს ეკუთვნის ევროპულ საკლასიფიკაციო სისტემებს, ICD-10 ქვია დღევანდელ ენაზე, თუმცა ცოტა ხანში ICD-11 შემოვა და აი ამ კლასიფიკაციით ერთად მოიხსენიება, ეს არის შფოთვით ფობიკური აშლილობები, ესე ქვია, რომელიც არის ქოლგას სახელწოდება და მის ქვეშ რამოდენიმე აშლილობაა გაერთიანებული, ძირითადია 5 აშლილობა. ეხლა რატომ არის აი ამ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ეს 5 გარკვეულწილად განსხვავებული აშლილობა? იმიტომ რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ნიშნები. პირველი, რაც არის, ეს არის ის, რომ ადამიანს უჩნდება შიში და შფოთვა, შიში ან შფოთვა, ან ორივე ერთად ისეთი ობიექტების, ან ისეთი სიტუაციების დროს, რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ შეიცავს. ანუ აქ არის როგორი აქცენტი ხო, მოცემულ მომენტში არ არის საშიში. შემიძლია დავადასტურებო. ამასთან ერთად მას ახლავს გარკვეული ფიზიკური სიმპტომები, რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები და ადამიანი ცდილობს, როგორც კი შეუძლია, რა ხერხებითაც შეუძლია, ან მაშინვე გაიქცეს ამ სიტუაციიდან, ან წინასწარ ფიქრობს იმაზე, რომ ასეთ სიტუაციაში არ მოხდეს. აი ეს არის ყველა ამ 5 ძირითადი აშლილობის გამაერთიანებელი ნიშნები, რის გამოც აი ესე ერთი ქოლგის ქვეშ მოიხსენიება. თან უნდა აღნიშნოთ, რომ შიში ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ემოცია და ეს თავდაცვის ემოციაა, ხო? გვეხმარება, რომ რაღაც არ დაგვემართოს, ხო? შიში რო გვიშდება, ვერიდებით, ხო? ეს 5 რა არის, ბარემ რომ ჩამოთვალოთ? დიახ, ეს 5-ია. ეგრეთ წოდებული, ხო, შფოთვა და შიში უნდა განვასხვაოთ ჯერო, სანამ ჩამოვთვლიდით, ხო? რა არის? ორი სახე კიდევ კაი ქართულში არის, ეს ორი სახელდება ალბათ ყველგან არ არის, ჩვენს ენას მადლობა. შფოთვა არის, როდესაც გაქვს შიში, ეს ისივე შიშია, ოღონდ მას არ აქვს ობიექტი. შფოთავ, რაღაცის გეშინია, რაღაცაც უცელოდები, მაგრამ არ იცი რისი გეშინია, ანუ ვერ აკეთებს ზუსტ სახელდებას, ან ხან ერთია, ხან მეორე, ხან შვილის ჯანმრთელობაზე გეშინია, ხან ჭექაქუხილის გეშინია, ანუ რაღაცას მიაბავ, მაგრამ ზოგადად ერთი საგნობრივი განსაზღვრება შფოთვას არ აქვს. უბრალოდ აი ესე შფოთავ, ცუდად ხარ, ცუდას გნებდავს რაღაც უცელოდები. შიში ეს არის უფრო კონკრეტული, რაღაც გარკვეული რაღაცის მიმართ არის. ანუ არსებობს ობიექტი, მაგალითად გეშინია გავრცელებული წრუწუნების, ხო? ან გეშინია არ ვიცი სიბნელის, ну გარკვეულ რაღაცაზეა მებმული. დიახ, ფობია, იგივე ფობია არის, ну ამის ესეთი ლათინური სახელწოდება, ასე ვთქვათ. შიში არის კონკრეტულ რაღაცის მიმართ, შფოთვა არის ზოგადი, ხო? ახლა ეს 5 აშლილობა, რომელიც აი ამ შფოთვით ფობიკური აშლილობების ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული, ეს არის პირველი პანიკური შეტევა, ეს არის შფოთვა. გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა, ესეც არის წამყვანი ემოცია, აქ არის შფოთვა, აქაც და 3, რომელიც უფრო ფობიები, ანუ შიშები, ეს არის სოციალური ფობია, აგორაფობია, ბევრმა იცის ეს სახელი, მაგრამ ნუ სხვანაირად განსაზღვრავენ და იზოლირებული ფობიები, ანუ სპეციფიური ფობიები. ეს არის ის 5. აგორაფობია რა არის? აგორაფობია სიტყვასიტყვით ნიშნავს აგორა ეს ბერძნულად გაშლილი მოედანი იყო, გაშლილი სივრციშის ნიშნავს, მაგრამ
თანამედროვე კლასიფიკაციაში ამაში შევიდა ბევრი სხვა შიშებიც. ეს არის აგრეთვე ვიწრო ადგილების შიში, ხო, კლაუსტროფობია, რასაც აგორაფობიაშიც მოიაზრა. ანუ ერთად არის, ანუ აგორაფობია, ანუ თარგმანში ეგ არის, მაგრამ ეს ნიშნავს ადამიანი თავს არიდებს ისეთ ადგილებს, სადაც სამი ძირითადი საფრთხეა. ერთი სადაც ხალხმრავლობაა, აი მაგალითად დიდი მარკეტები, ბაზრობები, რაღაცა დიდი კონცერტები სივრცეში რო იმართება. საფრთხე მათი გადმოსახედი. ხო, აი აქ ბევრ ხალხში გრძნობს თავს, არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ეწყება შიში. მეორე იქ სადაც უცბად ვერ დატოვებს, მაგალითად კონცერტზე ზის დიდ დარბაზში შუა ადგილას და ნუ რაღაც ძალიან თვალშისაცემია, ხო, რომ გავიდეს, უცბად ვერ დატოვებს. აი და იქ სადაც ისეთ ადგილასა, საიდანაც სახლში ან უსაფრთხო ადგილას დროზე ვერ მივა. აი ეს სამი ძირითადი რაღაცის შიშია, ანუ მაინც რაღაც კონკრეტული შიშია, ხო კი რამოდენიმეა, მაგრამ მაინც კონკრეტულის. აი ესეთ დროს ეს შიში მცირდება თუ აი მაშინაც კი მცირდება თუ ვიღაც ახლავს. თან ანუ როცა ვიღაცის იმედი აქვს, რომ აი თვითონ ვერ გავა ამ ადგილიდან, მაგრამ აი ვიღაც ყავს გვერდზე, ვინც დაეხმარება, ან სამედიცინო პუნქტია იქვე ახლოს. ამ შიშმა ასეთ გუმორებაში აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს პანიკური შეტევა? აი დიახ, კარგი შეკითხვაა, ესე იგი აგორაფობია ორად იყოფა, აგორაფობია პანიკური შეტევები და პანიკური შეტევების გარეშე. ზოგს არა აქვს, ნეირონულ სისტემაზეა მის ლაბილობაზეა დამოკიდებული. ზოგი უძლებს ამ უსიამოვნო კაცს და წრიალებს, მაგრამ პანიკამდე არ მიდის და ზოგს პირდაპირ პანიკა ემართება. ეს ასეც ქვია აგორაფობია პანიკური შეტევები. თუ ვერაფერი ვერ ქნა, ანუ უსაფრთხოდ ვერ მოახერხა ყოფნა, მაშინ უკვე პანიკაში ვარდება. პანიკური შეტევა თუ შეგვიძლია აღწეროთ მოკლედ, აი რა ხო, პანიკური შეტევა მიყვარს ამის აღწერა, იმიტომ რომ ყველაზე სუფთაა მე თუ მკითხავთ სხვა აშლილობებიდან და რატომ, როცა გვაქვს ესე იგი თვითონ დიაგნოზი პანიკური აშლილობა. ანუ ეს არის შიშის წინაშე, ესე ქვია. ანუ კი ესე ვთქვათ, შფოთვა, მაგრამ შიში არის მაინც იმის, რომ არ დაგეწყება რაღაც ძალიან უსიამოვნო სხეულებრივი სიმპტომები. ანუ შიში იმისა, რომ გაქვს შიში იმისა, რომ დაგეწყება რაღაცა უსიამოვნო განცდები. და რითი განსხვავდება ყველა სხვა აშლილობიდან პანიკური აშლილობა იწყება მოწმენდილცაზე. აი ნებისმიერ ადგილას შეგიძლია დაგეწყოთ, როგორც აი ვთქვათ, პოტენციურად საშიში ადგილას ვთქვათ, ქარის დროს ქუჩაში, არა ვიცი, სადღაცაც რაღაც კიდევ შეიძლება თეორიის საშიშროება, ასევე შეიძლება დაგეწყოს პანიკური აშლილობა სახლში მყუდროდ მოკალათებული რო ხარ. მაშინაც შეიძლება დაიწყოს, ანუ უცბად იწყება, ანუ ეს არის ზუსტად მას დამეწყო მე პირველი შემთხვევა. ზუსტად, ნახეთ როგორია, ეს არის ძლიერ ინტენსიური შფოთვა და ხანმოკლე. საოცრად ინტენსიური ემოცია, ოღონდ ხანმოკლე. წუთები გრძელდება. პანიკა ყველაზე ზუსტად აღწერს ამ მდგომარეობას, ხო ზუსტად, აი არა 0-დან უცებ პანიკურ მდგომარეობაში. მოწმენდილცაზე იწყება, აი არაფერი არანაირი აი ტრიგერს ვეძახით, ხო ექიმები, არანაირი წინასწარ განმაპირობებელი ფაქტორი, აი რომ თქვა, რომ აი ფანჯარაში რო გავიხდები, მაშინ დამეწყება ჩემი კატა რო გაივლის, მაშინ არა, ეგეთი არ არსებობს. ეს არის უბრალოდ აი არაფერი არ მიგანიშნებს, რომ დაგეწყება. პაროქსიზმული შფოთვა კი, ანუ პაროქსიზმებს ვეძახით ხოლმე სამედიცინო ენაზე, როცა მოულოდნელად, აი თქვა ეპილეფსიური გულყრა იწყება. აი მსგავსი ოღონდ ეს ნუ გულყრა არ არის შფოთვის შეტევა. ამის მიზეზი რა არის? ანუ თვითონ ტრიგერის კი არა, ზოგადად ამ მდგომარეობამდე როგორ მიდის ადამიანი? იცით რა, ანუ თქვენ მიზეზებზე მეკითხებით შფოთვის, იცით რა, აი მე მაგ ჩემი ბური ახსნა მასაც ვიტყვი და ჩემი გამოცდილება და მე როგორ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება პანიკურ შეტევის მერე მაგასაც ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც ალბათ. დღევანდელი განმსახედიდან ესე თქვათ ანონს გავაკეთებ, რომ თვლი რომ კარგი რაღაც იყო რომ მოხდა, ანუ პოზიტიური ამბავი იყო. მაშინ ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღევანდელი განმსახედიდან ესეა. გასაგები, საინტერესოა თქვენი გამოცდილება. აი ნახეთ რა არის მიზეზი. ფსიქიატრია ეგეთი ასე ვთქვათ, სამედიცინო მიმართულება, სადაც ერთი მიზეზი არ არსებობს. აშლილობების დიდი უმრავლესობის. ხო, ეს არის მიზეზთა ერთობლიობა, ანუ მრავალ მიზეზიანია ეს აშლილობა, ნებისმიერ ეს შფოთვით ფობიკური აშლილობები ერთ მიზეზს ვერსად ვერ იტყვით, თუმცა არის უამრავი მიმართულებები, ახსნები, ყველაში არის რაღაც სიმართლის ნაწილი. ანუ მრავალფაქტორულია, ძირითადად არის ორი რაღაცა. ერთი ეს არის თვითონ ადამიანი, მისი მოწყვლადობა, ეს სიტყვა უნდა ვთქვა, არ ვიცი რამდენად გასაგებია ეს ჩვენი მსმენელებისთვის. მოწყვლადობა ნიშნავს, რომ ადამიანი რაღაცის
ამის მიმართ არის უფრო სუსტი, აი რან იმას რუსულად ესე ამბობდნენ ხოლმე დიათესაც უწოდებენ, ანუ ეხლა მოწყვლადობას ხმარობთ ამ სიტყვას ხმარობთ, ანუ რაღაცის მიმართ არის უფრო მგრძნობიარე. ანუ ეს მოწყვლადობა, როგორია მისი მოწყვლადობა და მეორე რა მატრამირებელი რა სტრეს ფაქტორებს განიცდის ის ცხოვრების მანძილზე ან იმ პერიოდში. ამ ორის ურთიერთქმედება წარმოშობს აი ამ შფოთვით და ეს მოწყვლადობა ბევრი რაღაცის შედგება. გენეტიკური მიზეზი აქვს თუ ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, არ ვიცი მე, სწორედ განვითარებაა და შეგვიძლია თქვა აი ნახეთ კარგი კითხვა, მაგრამ დიახ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქაც არ გვაქვს. ესე იგი, აი უფრო სწორ ესეთი პასუხია, გამართული პასუხია დღევანდელ მედიცინაში, რომ მოწყვლადობას განაპირობებს ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები და თითოეული მათგანი ჩაიშლება მიზეზებად, ხო, აი ბიოლოგიური ფაქტორი ეს დადასტურებულია ბევრი კვლევებით, რომ აი ეს შფოთვითი აშლობებისადმი უფრო მიდრეკილები არიან ის პირები, ვისაც აი ახლონაცეებში ყავთ ესეთი ადამიანები, ვინც არიან აი ეს აქვთ ეს ისტორია შფოთვითი. ანუ გენეტიკურად გადაეცემათ, ხო, მემკვიდრულად გადაეცემათ, მაგრამ ნახეთ მაშინ ვიტყვით, რომ აი როგორც დაუნის დაავადების დროს ხო ვიცით, რაც არის ზუსტად, რა არის დაზიანებული, რაც ამ დაავადებას იწევს. აქ არ არის ესეთი გენი, ანუ ერთი გენი არ არის ნაპოვნი. დღემდე გრძელდება კვლევები, მაგრამ რომელიღაცა გენის რაღაც პათოლოგიას რო დავაბრალოთ, ესე არ არის. უბრალოდ რაღაცები ნანახია, მე კიდევ რაღაცა სხვას ნახულობენ და ნუ კვლევის პროცესი. ანუ თუმცა ბიოლოგიური ესე გავიგე, რომ ანუ ფიზიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარე. დიახ, კიდე გადავალთ, ეს არის გენეტიკური, ანუ ბიოლოგიური მოწყვლადობა გულისხმობს როგორც გენეტიკას, ისევე სხვა ფაქტორებსაც. ხო, აი თქვათ, ნერვული სისტემის რაღაც თუნდაც მუცლადყოფნის პერიოდში რაღაც დაზიანებები, რასაც ნაყოფი მიიღებს, თქვათ, დედამ რაღაც ვირუსული ინფექცია გადაეტანა, ან ნებისმიერი სხვა ინფექცია, ნუ ესეც ხელს უწყობს. მე სხვა შორის ეს საინტერესო კვლევა წავიკითხე, რომ აი ეს შფოთვითი აშლობები, ნუ მათ შორის პანიკური აშლობა ემართებათ უფრო ხშირად ისეთ ადამიანებს, სადაც ოჯახში არის ისტორია რესპირატორული, ანუ სუნთქვის სისტემასთან დაკავშირებული დაავადებებისა, კერძოდ ასთმისა მაგალითად. აი ამათ უფრო მეტად ემართებათ აი ესეთი აშლობები. ამ აშლობის დროს ძალიან ბევრისგან გამიგია და ესეთია გავრცელებული არის სიკვდილის და გაგიჟების შიში. აი ხო ეგ უკვე შემდეგი საკითხია. ვერ გაიგებ რა არის. ალბათ ვისაც არ გამოჩნდა კიდე ბოლომდე ვერ გაიგებს, მაგრამ მე ვიტყვი რომ ორივე ერთდროულად მქონდა. სამი ძირითადი შიშია, ეს არის რომ სიკვდილის, გაგიჟების და საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაკარგვის, რომ კონტროლს კარგავ რასვაკეთებ. რომ ანუ ფიქრობ რომ ეხლა გიჟდები და ალბათ გაგიჟდი და ეს ძალიან ძნელი გადასახარში არის, იმიტომ რაღაც მოჯადოებულ წრეში გაქცევ შენი ტვინი და თითქოს ვერ გამოდიხარ და სიკვდილის შიშიც და გონია რომ ეხლა უცებ აი შეიძლება 2 წუთში გარდაიცვალო და მე რო ვფიქრობ არაფერი არ ხდება, აი ხრო ძალიანაც რომ მოინდომა უცებ ვერ გარდაიცვლები ადამიანი და მაშინ რა ხდება? მე ლოგიკურად რო ვცდილობ მივუდგე რომ დრო რო გადის, ხვდები რომ არაფერზე არ დგას ეს შიში და რაღაცა ხო უბრალოდ ტვინის რაღაც ფიქრების ხარვეზი არის, არ ვიცი როგორ დავახასიათოთ ეს და გაგიჟებაც მე ესეთი რაღაცა წავიკითხეთ, რომ ის ადამიანი, არ ვიცი გაგიჟება სწორი ტერმინია, რომელიც კორექტული ტერმინია ეს განცდა ესეთი აქვს, ვაიმე ვგიჟდები, ხო? ასე ფიქრობს ადამიანი უბრალოდ, ხო? იმ წუთას ტერმინებზე არ ფიქრობს. ხო, ესეთი რაღაც წავიკითხე მე, რაც ლოგიკურად მეჩვენა, თუ მართლა გიჟდები, ამას ვერ შეატყობ. თუ ატყობ ესე იგი არ გიждები და კიდე ადეკვატურობა გაგშერჩენილი. კარგი რაღაცა და სხვა შორის ჩემი პაციენტები მეკითხებიან ხოლმე ესაც ნიშფოთვითი აშლობები აქვს და ეს პანიკური შეტევები რომ ხო არ გავგიждები ანუ უკვე კაიხლა არა მაქვს მაგრამ ხო არ გავგიждები და ნამდვილად შემიძლია ვთქვათ ეს ნევროზული ტიპის აშლობებია შფოთვები ადრე ნევროზებში გადიოდა ეხლა ეს ტერმინი ესე აღარ არის ისეთი აქტუალური რომ ვისაც აქვს ნევროზული რეგისტრის აშლობები აქვს ის ძნელად რომ ფსიქოზში გადავიდეს არ გადადის ფსიქოში და თან ფსიქოზის დროს როგორც წეთი ფსიქოზის დროს კრიტიკა იკარგება საკუთარი თავის მიმართ და ეს ალბათ რომ ფიქრობ ხოლმე ხა ბევრი მყავს ესეთი პაციენტი რა თქმა უნდა ნანახი დამცველობითია ბუნებიდან მონიჭებული რომ შენ რომ იცოდე რა გჭირს არ ვიცი როგორ შეძლებ ასე ამით იცხოვრო იმ მომენტში როცა მწვავეა ფსიქოზი ხო
ამიტომ კრიტიკა იკარგება ფსიქოზის. ნევროზის დროს ადამიანი წუხს ექიმთან მიდის, შველას ეძებს და ფსიქოზის დროს ფსიქოზის დროს შველას მაშინ ეძებენ, როცა უკვე იციან რა ჭირთ, რა არის უკეთ რემისიის მდგომარეობაში ამას გააცნობიერებენ, მაშინ რა თქმა უნდა ეძებენ შველას. კარგი, ამის უკუღნაობის გზებზეც მივიდეთ, მაგრამ მანამდე მოდი ესეთ რაღაცა ვქნათ. გეტყვით ჩვენ გამოცდილებას მოუყვები. ალბათ როგორც პაციენტი ისე ვიქნები ხეთ. კი ბატონო მოგისმენთ. როგორ მოვიქეცი როგორ აღვიქვი და რა გავაკეთე მაგას გეტყვით და თუ გინდათ გზადაგზა თუ გინდა მე მითხარით ჯერ რამდენად პანიკური შეტევა იყო ეს და მე როგორ მოვიქეცი და როგორ შეიძლება მოქცეულიყავი. დიახ. 10-11 წლის წინ იყო დაახლოებით გვიანი ღამე იყო ვიჯექ კომპიუტერთან. უკან მოძდილი ადამიანი იყავით ხო? ხო, ეს იყო 25-26 წლის ვარ დაახლოებით. შეიძლება 27. ისე უფრო ადრე ასაკშიც იწყება ხოლმე და იმდა ხო, მანამდეც რამდენიმე მქონდა გაგებული ჩემ მეგობრებისგან და მე იმათ ვკითხე და ეხლა თავიდან რომ ვახსენე მნიშვნელოვანია რომ მოусმინო და ვისაც გადაუტანია იმათი ნალაპარაკები ძალიან დამეხმარა რომ მომიყვნენ მე რომ მსგავსი ის ქონდათ გავლილი. მოკლედ ესეთი რაღაცა იყო არაფერი არ ხდებოდა კომპიუტერთან ვიჯექი როგორც მანამდე წლების განმავლობაში ვატარებდი დროს ესეთ ღამე გვიანობამდე 3-4 საათი იყო ალბათ ვეწეოდი ბევრ სიგარეტს მქონდა ჭარბი წონა ალბათ 20-25 კილოთი მეტი ვიყავი არასწორი კვება მოკლედ ამ განსახედან ვაფასებ რომ იყო მიზეზი და მოკლედ ვზივარ კომპიუტერთან ვეწევ სიგარეტს ან თამაშობდი ან არ ვიცი რაღაცას უყურებდი და უცებ დამეწყო აი ეს რაღაც ისტერიული პანიკური შიში რაღაცის აი თითქოს რაღაც ყურებში ეს წუვილის შეგრძნება თითქოს ჰაერს ვეღარ ვისუნთქავ აი ახლა მოვკვდები ან გავგიჟდები აი ვერც ძნელია თან გააცნობიერო რა შეგრძნება არის სახელი დაარქვა მაგრამ ნუ ისტერიკაში ხარ ზამთარი იყო მახსოვს ნუ ოთახი გაბუღული სიგარეტი წამოხდი გავაღე ფანჯარა ცივი ჰაერი ჩავისუნთქე თითქოს რაღაცა 1-2 წუთი დაუწყნარდი მაგრამ ძალიან ავირიე ვეღარ ხვდებოდი რა იყო რეალობა რა იყო ილუზია ჩემი ფიქრები მე ვფიქრობდი თუ ვინ ვიყავი მე ვერ ვიხსენებდი აი ძალიან არეული იყო ვიზღა ხო დერიალიზაცია და დეპერსონალიზაცია კიდე ეს რაღაცა საკითხული და ნუ ის ღამე ნუ ესეთ ვერ ძალიან არეული იყო რა მთელი ეს ღამე ნუ მალევე დავწექი ვეცადე დამშვიდებულიყავი დავწოლილიყავი ამდენ ხანს გაგიგრძელდათ აი ეს თუ ეს იყო დაახლოებით არ ვიცი შეიძლება 20 წამი იყო და მე მოიჩვენა 9 საათად მაგრამ არ ვიცი ზუსტად რო არ იცი ხო ზუსტად რო არ ვიცი მაგრამ მეორდებოდა ეს პანიკურ შეტევებში პანიკურ შეტევებში შორისაც ძალიან უსიამოვნო ესეთი შეგრძნება იყო აი რაღაც დამთრგუნველი მეორე დღეს მესამე დღეს გაგრძელდა ვერ გამოდიოდი ამ მდგომარეობიდან ეხლა ნარკოტიკებთან ისეთი შეხება არ მქონია მარიხუანასთან მქონდა შეხება მანამდეც მაგრამ ნუ ისეთი შეიძლება ხშირი დაარქვა იმ პერიოდში და ნუ აი თითქოს მაგას ვაბრალებდი, მაგრამ აი თან მაგის ბრალიც არ იყო და მოკლედ ერთი კვირა ვიყავი ძალიან დიდ გაუგებრობაში, ვერც ვერავის ვუყვებოდი, რომ ამეხსნა რა მოხდა. აი რაღაც ამ შობლებისთვის მე თქვა ან ვინმესთვის, რომ ეხლა ეს მოხდა, ანუ ფიქრობდი, რომ ხوار გავგიჟდი და რომ მოუყი არის ფიქრობ, რომ გიჟი ვარ. ანუ მოკლედ ანუ ესეთი არეული ვიყავი და პირველი რაც ვქენი მე რომ მოვიფიქრე რომ მექნა იყო, რომ დავჯექი Google-თან და ინგლისურად ჩავწერე, აი რაც ჭირდა, ასაც ფიქრობდი, ეს ყველაფერს წერდი და ამომიგდო ფორუმები, მაშინ იმ დროს რაღაცა Reddit-ზე და ესეთ საიტებზე იყო ფორუმები, სადაც ადამიანებს გავს რაღაცებს წერდნენ და დავიწყე ამის კითხვა. და მე ნელ-ნელა ბევრი ასეთი თავისაკუთარი გამოცდილებაზე ვყვებოდნენ, მივხვდი რომ რაღაცა სხვებსაც ჭირთ თუ ეგეთი რაღაცა. და ნელ-ნელა მე მაგან ცოტა დამოვშვიდა, რომ რაღაცა სასწაული არ ხდება. ერთადერთი არ ხართ ეგ მნიშვნელოვანია. ხო, ცოტა ეს არის, მე იქაც ეწერა რომ გაგიჟების ის ილუზია და ნუ გეშინიათ, იმიტომ თუ მაგას ფიქრობ ესე იგი არ გიждები, სიკვდილზეც რომ აბა ეხა რანაირად უნდა მოკვდეთ უზიხარ არაფერი არ ხდება, უცებ ახალგაზრდა ადამიანი და ნელ-ნელა მივხვდი რომ ესე იგი მოსმენა ამ ადამიანებზე დაკვირვება საკუთარ შიშზე იყო ერთადერთი გზა რაც იქნა გამომიყვანდა, რომ ის კი არა რომ თვალები დამეხუჭა და თქო ხა მალე მორჩეს პირიქით ასე თქვა თვალებში ჩამეხედა იმისი ისიც მეშინოდა თუ არ ვიცი შეიძლება მას დაარქვა და აი დაუჯარიყო და ეხა ეს ფიქრი რომ აქ რომ მეშინია და პანიკურა რის მეშინია რეალურად და მართლა მოხდა მოდი გავუყვე ამ ფიქრს ან დაახლოებით რა ცოტა რთული პროცესია და საშიში მაგრამ საბოლოოდ მე ამ
ანუ თქვენ გადაწყვეტეთ თქვენს თავში ჩაგეხედათ რისი ანუ მიზეზი გეპოვათ შიში ისე გადაწყვეტეთ. ხო, კი არ გაგვცეულიყავი მეპო, იმიტომ რომ ვერ გავურბოდი ერთი კვირა ვცადე, მაგრამ ვერ გავიქეცი და ბოლოს ანუ შემოვტრიალდი და აბა მაშინ ისმის, აბა ჰაი, თქვა მოვკვდები, კაი, მიდი, აბა რო აღარ ვიბრძოლო, მოვკვდები თუ არა მართლა და ნუ არ მოვკვდი თქმა უნდა და არ გავგიჟდი რა და მეთოდი არა ბოლომდე მიუშვა. ხო, ბოლომდე მიუშვა, ანუ არ და დამემართებას ეს დამემართება. ხო, ბოლომდე მიუშვი ბოლოს რა და მივხვდი რომ ისე გაიარა, რომ რაღაც პირველი შვება მაშინ ვიგრძენი. მერე კი მეორდებოდა მე რაღაც სიტუაციებში რომ აღმოჩნდებოდი, ხვდებოდი რომ სუსიამოვნო შეგრძნება ბრუნდებოდა მსგავსი და მე დავაკვირდი რომ არ ვიცი ხა შეიძლება ცოტა ისეთი ახსნა არის რაღაცა მხატვრული თუ რაღაცა რელიგიური თუ არ ვიცი რა შეიძლება სამედიცინოდ არ ჟღერდეს მაგრამ მე მივხვდი რომ ამ ყველაფრის ანუ შიშები რისიც მქონდა და მიზეზი იყო ის რომ არასწორად ცხოვრობდი ჩემი ცხოვრების არასწორი წესი. ანუ პოზიტიური დასკვნა. ხო, აი მაგას ამას გულისხმობდი პოზიტიურ გამოსავალში, რომ არასწორი ყვება, ჭარბი წონა, ბევრი სიგარეტი, ღამების თენება, მაშინ სამსახური კი მქონდა, მაგრამ არც სამსახურს ვაფასებდი დიდად. და აი როგორ გითხრათ, უშინაარსო უმიზნოდ და თითქოს დინებას მივყვებოდი. და მე გავაცნობიერე, რომ თითქოს რაღაც ალბათ ქვეცნობიერის ის იყო ეს პასუხი თუ გზავნილი თუ რაღაცა რომ ცოტა შემანჯღრია რომ აზე მოდი რომ რაღაც მიაქცეს შენ ცხოვრებას ყურადღება. აი ეს გახდა მიზეზი ის გამოც დავიწყე ვარჯიში, დავიწყე სწორიკვება, დავიწყე გარკვევა რას ნიშნავს საერთოდ სწორიკვება, სიგარეტს დავანებე თავი მალევე. იმის მე ანუ 11 წელი გავიდა არ მომწევია საერთოდ. ანუ სპეციალისტისთვის არ მიგიმართოთ თქვენ თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი რაღაც პერიოდი ვერ წხვდებოდი, ჩემ ვისთან მივსულიყავი და რა უნდა მეთქვა. ის რა უცნაურია რომ ეს დღემდე ესეა. ხო. კი, ვიცი რომ ბევრს აქვს ესეთი პრობლემა და მე ბევრთან მისაუბრია და ესენი რომ მომიყოლიასაც მე ვუყვები. მინახავს მათზე როგორი ესეთი დადებითი ეფექტი ჰქონდა და რაღაც ბევრი რაღაცა გააცნობეს. მაგიტომ მინდა ამის მოყოლა. სტატისტიკა უგაცრავად რომ გაწყვეტეთ. კი, შემოწყვეტეთ იმის მე დროს. სოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს გადავხედე და აღმოჩნდა რომ 4 მოსახლეობის 4%-ს აი დღეს აქვს აი ეს შოშფოთვით ფობიკური აშლოების სხვადასხვა ფორმა და თან სოფლიოში ანუ აქ განვითარებული და ესეთი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებიც იგულისხმება და ისეთ რამდენი მიმართავს სპეციალისტს ამ 4%-დან ყოველი 4-დან 1 ანუ მთელი მსოფლიოს მონაცემები და ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო ნაკლები უკაცრავად ხოლმე. ხო, არა, პირიქით და მანამდეც თუ რამე ჰქონდათ ანუ რაღაცა რეპლიკა გინდათ რაღაცა და შენიშნა მითხრათ, მანამდეც. არა, საინტერესო რასაც ხო და მოკლე ისტორია ეს არის, რომ იმის მერე არც ვარჯიში შემიწყვეტია ეს გძელვადიანა შეიძლება 1-2 თვე ჩავაგდო, მაგრამ არა, არც სწორიკვება, სიგარეტს აღარ ვეწევი, მეტად დავიწყე იმის დაფასება თუ რას ვაკეთებ ცხოვრებაში, საით მივდივარ, რა არის ღირებული და მოკლედ ძალიან რთული ის პერიოდი ძალიან რთული იყო, მაგრამ ისეთ გზაზე გამიყვანა მე, რაზეც ახლა ამ განმსახედიდან მადლიერი ვარ რომ ეს მოხდა რა, იმიტომ რომ მაშინ კი საშინელი ის იყო რაღაც ტერორში ვიყავი, მაგრამ ეხლა თვლი რომ კარგი რაღაცა მოხდა. მე არასოდეს 1 წლის მერე იყო ზუსტად ეს იყო ახალი წლები და მე მივხვდი რომ დაახლოებით ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდი. და კიდე ერთ-ერთი მიზეზი იყო ასოციალურობა, ანუ აი სამსახურის მე დიდ დროს ვატარებდი სახლში მარტო, ჩემო თახში ასე ვთქვა და ახალი წლები იყო და გავცივდი ძალიან, ვერსად ვერ გავდივდი, ძალიან მაღალი სიცხები მქონდა, ვერც ვერ მოდიოდა ჩემთან და 2-3 დღე გადავაბი ისე რომ მარტო ვიყავი სახლში რა, ჯაკეტილი ჩემო თახში კომპიუტერთან და ვიგზენი რომ რაღაცები წამოვიდა ისეთი რა. იმის მერე დიდათ არა. აი შეიძლება სუფრაზე დალევის დროს ყოფილიყო რაღაცა გახსენე, მაგრამ როგორც კი გადავწყვიტე რომ ამის აღარ მეშინოდა და ეს პრობლემა აღარ არის იმ წუთში გაქრა და ისე დასუსტდა მე რომ აი აღარც გამეორებულა იმის მერე და იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა მაშინ ესეთი ის არსებობდა ეხაც არის ეგეთი რომ თუ რაღაც ფსიქოტროპულ წამლებს დარევ შეიძლება მიჩვევა მიეჩვიო და იმის მერე თავის დანებება ძნელია და მეც რაღაცა ვეჭიდავე ჩემთან ასე მოდი აბა იქნება წამლების გარეშე რამენერად გამოსულიყავი და ნუ ფაქტია რომ იმის მერე გამოვედი და ბევრისთვის მithქვამს ეს რომ ვისაც ეს ჭირს შეიძლება ყველასთვის ეგ არ იყოს მიზეზი, მაგრამ პირიქით მიზეზში ჩაეძიონ მეტი ფიქრობ და შეიძლება რაღაცა აღმოჩნდეს რომ ის რაღაც ის სიგნალია იმის რომ რაღაც შეცვალა უკეთესობისკენ ცხოვრებაში რა. ჩემ შემთხვევაში ესეთი ჩემი кейსი ესეთი არა. ბევრი თემა წამოწიეთ ახლა რა ვფიქრობდი რამდენი ამაზე შეიძლება საუბარი ამ თქვენი მონაყოლ და ჯერ გილოცავთ რომ ესე შეძელით თან დახმარების გაშეცდით მქონდათ ეს გამოცდილება
და უბრალოდ მიიღეთ ეს ცოდნა, ანუ ეს მონდომება ქონდათ. ხო, შეგაწყვეტინებთ. დახმარების გარეშე ალბათ პროფესიონალის თორე მეგობრებთან საუბარი, ამ ინფორმაციის ძებნა ეს იყო რაც მეხმარებოდა. და კიდევ იყო ჩემ შემთხვევაში იყო იუმორისტული გადაცემები და მაშინ ეგრე კაცების სტუდია არის. ახლა და კაცების შოუში არ მუშაობდი, ამ სტუდიაში მუშაობდი, მაგრამ აი რო ვთავდი და უყურებდი ან ჩემს საყოველთაო სერიალს ან რაღაცა, ესეც ძალიან დამოშვიდებად მოქმედებდა და რაღაცა კარგ განწყობას მიქმნიდა ხოლმე რა. ხო. და დღემდე კაცების მაყურებლები ბევრი გვწერს, რომ ესეთ ძალიან დეპრესიაში და ფსიქოლოგიურ პრობლემების წინაშე რო არიან და რა მძიმე ფონი რო აქვთ, იუმორისტული გადაცემა, მაგრამ ეხმარება იმაში, რომ თქვა ძილის წინ ჩართონ და დამშვიდნენ, ან როცა ეგეთი ფონი აქვთ, მაგ დროს ჩართონ უყურონ და ნერვები დაიმშვიდონ. გადატანახდეთ. აი ნახეთ თქვენ, არა, პირიქით. აი თქვენ ესე იგი საკუთარი თავის დახმარება რო გადავწყვეტთ, აირჩიეთ თავიდანვე სწორი გზა, მოიძიეთ ინფორმაცია და მერე გაანალიზეთ რა იყო არასწორი თქვენს ყოფაში, ხო, რას არაკეთებდით სწორად და ამის გამოსწორება დაიწყეთ, ხო? რაც ძალიან კარგი, აი პირველი ის რომ დაიწყეთ ინფორმაციის მოძიება, აი როცა ფსიქოთერაპიაზე მიდიან ეს ადამიანები და უნდა ვთქვა რომ ფობიკური და შფოთვაშლობების დროს თუ არ არის უკვე ძალიან მძიმე ფორმა, შედარებით მსუბუქი ან ახლად დაწყებული ფორმა, პირველი ეს არის ფსიქოთერაპია, რაც ჩვენთან ხან ეს ხდება, ხან არ ხდება, ცოტა ისეთ ქვეყნებში რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს, ეს არის ფსიქოთერაპიაზე მიდიან და პირველი რასაც ფსიქოთერაპევტი აკეთებს, აქ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია უფრო გამოყენებული აი ასეთი აშლილობების დროს ახლა თანამედროვე მსოფლიოში აძლევენ ფსიქოგანათლება ქვია, ფსიქოგანათლება, ანუ აძლევენ ინფორმაციას თუ რა ემართებათ, ეს რომ იცოდე რომ რა გემართება, რომ მე უფრო მშვიდად შეხვდე, თქვენ ეგ გააკეთეთ, ანუ ფსიქოგანათლება მიიღეთ, ოღონდ თქვენით სპეციალისტის დახმარების გარეშე და შემდეგ მიყევით და მიყევით, ანუ ხო, ეს დამეხმარა პრობლემის ამოცნობაში, სახელი დამერქია. სახელდება და მე მიხვედრა რა უნდა გააკეთოთ, უკვე გამომდინარე ეს უკვე ინდივიდუალურია, ხო, ვისი პრობლემა საიდან მოდის, ხო? მაგრამ ნახეთ რას აკეთებს ადამიანთან ნაწილი და საქართველოში მამაკაცები. თუმცა მიმართავენ რას, რომ ეს ჩაახშონ, ეს შფოთვა და რითი ალკოჰოლი და ნარკოტიკები. კი. მერე გამოდიან ხო ალკოჰოლიდან და მერე ეჩვევიან და აი რას ეჩვევიან და არა წამლებს ალკოჰოლი და ნარკოტიკებით ამის ჩახშობას მერე სხვა პათოლოგიები ემატება ეხლა აი მარიხუანა რომელიც ითვლება რომ ყველაზე უფრო ბევრს უთქია რომ მეკითხები რომ აი ნარკოტიკებთან როგორ ხართ და არ ვიღებ და მერე მიაყოლებს სათხეს რომ მარიხუანას ვეწევ და მარიხუანა რა არის ხო ნარკოტიკი არ არის პასუხობენ ხო იცით რა მეგობრო კი მსუბუქი ნარკოტიკია მაგრამ ყველაზე დიდი პროვოკატორია ფსიქოზების სამწუხაროდ ანუ მე გადადის უკვე სხვა ფორმებში ხო აი ნევროზები და არ იწევს ფსიქოს მაგრამ აი მარიხუანათი ხო როცა თან მოწყვლადობა მაღალი ანუ შედარებით სუსტი ხარ აი ესეთი ფსიქიკური აშლობების იმათ შედარებით მგრძნობიარე ხარ მე დაიწყებ მარიხუანას გამოყენებას აი ამ შფოთების ჩასახშობა და შეიძლება ფსიქოში გადახვიდე ხო ნუ ჩემთვისაც ინსტინქტური პირველი ფიქრი ეგ იყო რომ აი 100 გრამი ხوارდალიო და სასმელში გადაიტანო ან რაღაცა გარეთ ეძებო პასუხი რაც უმრავლესობა ეგრევე აკეთებს მაგას ხო და აი რამე ვთქვიათ რომ როცა არ ეძინებათ ამის გამო რომ სასმელი რომ მოდგათ საწოლთან არაყი ძირითადად ანუ სპირტიანი და ეს ხوارდალიეს ვერ იძინებენ და შფოთვა საშუალებას არ აძლევს და მე რეიწყებ იქ და რომ ამას გადააჩიო წამლით ანუ თქვენ კიდევ ვილაპარაკეთ რომ შეში იმისა რომ ფსიქოტროპული საშუალებები მიჩვევას უწევს ახლა სხვა თემაზე გადავდივართ მაგრამ არ აუშავს ხო მაინც საუბარია მკურნალობაზე გადავედით რაღაც ისე გამოგვივი და სამკურნალოდ იხმარება ანტიდეპრესანტი ძირითადად არის ანტიდეპრესანტები, ანტიდეპრესიული საშუალებები, სხვა ტიპის, ძირითადად რაღაც ერთი უფლება არ გვაქვს სამის სახელები თქვათ, ამიტომ არ ვამბობ. უბრალოდ ანტიდეპრესანტები მიჩვევას არ იწვევს. ძირითადი სამკურნალო საშუალება წამყვანი არის ანტიდეპრესანტი შფოთვების დროს. ანტიდეპრესანტებმა მიჩვევა არ იცის. მიჩვევა იცის ეგრეთ წოდებულმა აი ხალხი რასაც ეძახის ფსიქოტროპოლს. ეს არის უბრალოდ ის უფრო ვიწრო ჯგუფია ბენზოდიაზეპინები ქვია. ბევრი რამოდენიმე წამალია ცნობილი საქართველოში იყიდება რა თქმა უნდა აი ამ ჯგუფის, რომლებსაც იცით რა ახასიათებს აი შფოთვების დროს ანტიდეპრესანტს რომ ნიშნავ მინიმუმ 2 კვირა არ გაგჭირ შედეგი.
ეს 2 კვირა მინიმუმი 2-დან 4 კვირამდე ელოდები რომ შედეგი მიიღოთ, თან როცა ახალ მოქმედ დოზამდე, თავიდანვე მოქმედ დოზას არ ნიშნა, ეს ექიმება ყველამ ვიცით და მაგრამ ადამიანი ხო წუხს და ექიმთან მივიდა და ხვალ უკვე კარგად უნდა იყოს. ზოგი როგორც ჩემი კოლეგები ხმობენ გუშინ უნდათ რომ უკვე კარგად იყვნენ, ხვალაც არ ელოდებიან და აი რა უნდა ქნა. ცუდად ახლა თქვენ გამოგიცდიათ ეგ რას ნიშნავს, ალბათ იცით რომ მართლა დროზე გინდა და ამიტომ ნიშნავთ აი ამ ბენზოდიაზეპინებს, ზოგჯერ როცა მწვავედ არის გამოხატული, ეს ან ტიპაჟია ისეთი რომ ვერ მოითმეს, არ გაგიგრძელებს ანტიდეპრესანტს, არ დაელოდება მის შედეგსთან, ზოგჯერ ამ ანტიდეპრესანტმა იცის შფოთვის გაძლიერება საწყის ეტაპზე. ამიტომ ნიშნავთ აი ამ ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან წამლებს, რომლებიც პირველი 2 კვირა სანამ ანტიდეპრესანტი ამოქმედდება, ასე ვთქვათ, მუშაობს და ამცირებს აი ამ შფოთვის შეგრძნებას. აი ამ წამლებმა მე მოწონთ ხოლმე, ხო, ნახეს რომ როგორც კიდალე 2 საათში კარგად ხარ რა, შემცირებულია შფოთვა. აი ზუსტად ამანიც ის მიჩვევა, იმიტომ რომ გონია რომ ეს თუ არ ჯიბეში მაინც თუ არ უდევს, ცუდად გახდება. ანუ 2-3 კვირაზე მეტი არ ნიშნავთ ამ წამლებს, სანამ ანტიდეპრესანტი ამოქმედება, მაგრამ პაციენტი ყოველთვის არ გიჭერებს და აგრძელებს ამის მიღებს, იმიტომ რომ მოწონს კომფორტულად და აი ეს ჯგუფია წამლების, რომელმაც იცის მიჩვევა. აქ ექიმის ხელოვნება რომ ძალიან მკაცრად და ძალიან კარგად გააფრთხილოს და აუხსნას. ან მერე ჩაანაცვლოს სხვა დაამშვიდებლით, რომელმაც მიჩვევა არ იცის და ისევე რედუცირება გააკეთოს მოხსნას ნელ-ნელა. ანუ ეს უკვე ექიმზე და პაციენტზეა მათ შორის. ანტიდეპრესანტი რატო ეხმარება, როგორ მუშაობს ეგ? იცით, ნახეთ, აი უკვე ბიოლოგიურ მექანიზმზე გადავიდეთ, რომელიც არ გაგვეგრძელები, ანუ ბიოქიმიური მექანიზმი შფოთვის და დეპრესიისა სხვათა შორის, ანუ შფოთვის და ფობიების, ეს არის ანუ თავის ტვინში ნეირონებია, ხო, ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთი ნეირონიდან მეორეზე ახლა ვცდილობ რაღაც ისე ახსნა გასაგებად ინფორმაციის გადაცემა ხდება, მაგრამ თვითონ ნეირონები კი არ ელაპარაკებიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთს. მათ შორის არიან, როგორ ვქვიათ, შუამავლები, ესენი არიან ქიმიური ნივთიერებები, ნეიროტრანსმიტერებს. დიახ, ყველას გასაგებად, ამიტომ ასე ვლაპარაკობ. ნეიროტრანსმიტერებს ვუწოდებთ, რომლებიც გადასცემენ ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორეზე და ანუ ნეირონს, ანუ მომდევნო ნეირონს პოსტსინაფსურს ვეძახით, ხო? ნეირონს იმ შემთხვევაში შეუძლია ამ ნეიროტრანსმიტერის მიღება, თუ მისი შესაბამისი რეცეპტორი აქვს, ხო? გამოთავისუფლებული ან აქვს და ეს არის სულ ბევრი ნეიროტრანსმიტერი გვაქვს და აი ამ შფოთვების დროს ძირითადი არის სეროტონინი, ადრენალინი და გაბას ვეძახით, გამინერვოს მშავანო ახლა საინტერესო ეს ჩვენი მსმენელისთვის, ანუ ეს ძირითადი ეს სამი ქიმიური ნაერთია, რომელიც მონაწილეობს აი ამ შფოთვის ჩამოყალიბებაში, შფოთვის განცდაში, ანუ მათი ანუ ნეირონებს შორის არის ნაპრალი, სინაფსურ ნაპრალს ვეძახით და მის რაღაც გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს, გარკვეული კონცენტრაცია, რომ არც ცუდ ხასიათზე იყოს და არც შფოთვა ქონდეს, ხო, ნორმალურად იყო, თანაბარი გუნების განწყობა ქონდეს და თუ აი ამ ნეირონების რაოდენობა ნეირონების არა უკაცრავად ნეიროტრანსმიტერების ამ ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა შეიცვალა, ან ძალიან შემცირდა, ან ძალიან გაიზარდა, მაშინ ხდება ეს ემოციური რეაქციები მოდის, ხო? მათ შორის შფოთვა, შიში, დეპრესია და ასე შემდეგ და აი ანტიდეპრესანტები ზუსტად ამას არეგულირებენ. თქვათ სეროტონინზე მოქმედებენ, ნორადრენალინზე და ასე შემდეგ და ასწორებენ აი ამ დეფიციტს, ამ პირიქით სიჭარბეს, იმიტომ რომ რეცეპტორებზე მოქმედებენ, აი ამ ნეირონების რეცეპტორებზე მოქმედებენ, ან ახშობენ ამ პირიქით, ან თავისუფლები გააჩნიან, როგორ არის. ან ძალიან ბევრი სამეცნიერო ტერმინები გამოიყენეთ, მაგრამ იმედია რომ გასაგებია, ხო? ხო, მაგრამ ეს არის ერთი მხარე, თქვათ ამ. ანუ წამალი ანტიდეპრესანტი მოქმედებს ბიოქიმიურ დონეზე. ხო. ნიშნა აი ეს კონკრეტულად. ანუ ეს გეხმარება პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამით ჩვენ ვაკეთებთ ფონს, ანუ ქიმიზმს, ტვინის ქიმიზმის სწორდება. ოღონდ ეს პირველივე მიღებაზე არ ხდება, იმიტომ რომ ნაპრალში, ხო, სინაფსურ ნაპრალში ეს რაოდენობა უნდა დაგროვდეს, რაღაც დრო ჭირდება, რომ გათანაბრდეს, ისეთი იყოს, როგორიც საჭიროა და ამას 1-2-3 კვირა ჭირდება. ამიტომ ჯერ ეფექტს ვერ ხედავ თავიდანვე. პირიქით, როცა იწყება მათი გადაჯგუფება, შეიძლება შფოთვა მოგიმატოს კიდეც. კიდე რა ხდება, მკურნალობის დროს კიდევ ამ ანტიდეპრესანტებთან ერთად კიდე რა უნდა აკეთოს პაციენტმა?
ხო, იცით რა, ნახეთ. თქვენთან რომ მოდის ესეთი პაციენტი, თქვათ რა, როგორი იწყოთ? ჩემთან რომ მოდის, უკვე ჩემთან რომ მოდის, მე წამალს ნიშნავ, იმიტომ რომ მე ექიმი ვარ და წამალს ნიშნავ, ხო, რა თქმა უნდა, ინტერვიუ ჯერ გამოგკითხვა და მე რა თქმა უნდა, იმის მიხედვით თუ რა სიმპტომებია, მედიკამენტის შერჩევა. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია აი ფსიქოგანათლება. მე პირველ პაციენტი, რომელიც პირველად მოდის ჩემთან, საშუალოდ 1 საათი მიზის. ხანდახან სამსახურში როცა ვარ, იქ ამდენი დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე ისე დროს დავიბარო, რომ 30-40 წუთი მაინც მქონდეს ამ თუ წინას არ დამირეკეს და შემითანხმეს რომ რაღაცა იმიტომ ბევრი პაციენტია და რაღაც დრო უნდა გადაუნაწილო მაგრამ როცა პირველად მოდის აი ეს ამ ყველაფერსაც ახლა ვილაპარაკე ვუხსნი მას ვეუბნები რომ ეს არის ტვინის ქიმიზმის დარღვევა მისი შფოთვაზე ვილაპარაკ როცა შფოთვა გაქვს ამის გამოსწორება შეიძლება და ისევ რაღაც ქიმიური აგენტით უნდა გავაკეთოთ ეს არის მედიკამენტი და ძალიან კარგად ვუხსნი რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოყეს ამ მედიკამენტს, რამდენ ხანს უნდა ელოდოს, თუ რამე ისე არ წავიდა როგორც გვინდა, რა გააკეთოს ამ შემთხვევაში, ანუ აი ამ ფსიქოგანათლებას ვაწვდი პირველ რიგში და ვუხსნი, ნუ ახლა ის რომ არ კლავს სიკვდილის შიშიკიან და არც გიждდება, ეს უკვე იცის, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენთან როგორ მოდიან პაციენტები, მოვლილი აქვთ ყველა სპეციალობის ექიმები, გულის გასინჯულის, სუნთქვის პრობლემების, თირკმელი, ყველაფერი გამოგონილი. იმიტომ რომ პანიკოჟეტების დროს სუნთქვას გართულებაც ხდება და გონია რომ ჰაერი აღარ ყოფნის. ზუსტად ფარისებრი ჯირკვალი ასე ჩვენც ვთხოვთ ხოლმე ზოგჯერ რომ თავი არ გადავიღო ექიმო ეს მოთქმა არ გინდა უხნევი არაფერი თუ გინდა გადაიღე მაგრამ ეხლა არ იქნება არაფერი ხო ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული აქვს ხშირად იმიტომ რომ მათ ხო არ გონიათ რომ ეს ფსიქიკური აშლილობა ეს არის რაღაც საშინელი დაავადება რომელიც მოკლავს აგერ ცოტა ხანში ამიტომ გარბიან ასე გონიათ ეკეთებენ ამ გამოკვლევებს ხო და უკვე იციან რომ არაფერი არ ჭირთ მაგრამ აბა მაშინ რატო ვარ ცუდად ხო თუ არაფერი არ მჭირს კითხვა და ნუ აი ამას უხსნით რომ ეს არის ქიმიზმის დარღვევა და ნუ რაღაც ფსიქიკური კიდევ ფსიქოლოგიური ფაქტორები კიდევ ხო? ხო. ამაზე არ გვილაპარაკია ხო? ხო, ესე ვთქვათ მაშინ. სხვათა შორის აი სამწუხაროდ რატომ უფრო სამწუხაროდ ახლა მიხვდებით, ეს არის ბავშვობა, განსაკუთრებით ბავშვობაში გადატანილი ტრაუმები და სტრესები და განსაკუთრებით აი ესე ამბობს დღეს ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს მედიცინა, რომ ეს ყველაზე მეტად დამნაშავეა ამ შფოთვების წარმოშობაში, ბავშვობაში 17 წლის ასაკამდე ძირითადად განცდილი განშორება, საყვარელ ადამიანთან განშორება და ისეთი ადამიანის დაკარგვა, ანუ მისგან წასვლა, რომელზეც ის მიჯაჭვულია და რომელიც ეიმედება. მე ეს ნახეთ რა ხდება, რომ აი რა თქმა უნდა ბავშვს არავინ არ ტოვებს, ხო, ძირითადად უპატრონოთ, ვიღაც პატრონობს, ხო, თქვა დედა წავიდა საზღვარგარეთ როგორც ხდება ხო 5 წლის ბავშვის ბავშვი უკვე აცნობიერებს ვინაა დედა ვინაა მამიდა და ასე შემდეგ დაუტოვა იქ ბებიასთან რაღაცას ვიღაცას მაგრამ ეს არის ნუ ძალიან მტკივნეული ხო ბავშვისთვის განშორება და მე ეს რაღაცა მოზრდილობაში უკვე 18-25 წლის ასაკში ეს უკვე თავს იჩენს როგორც შფოთვა და შფოთვა რა არის თავისი არსით შიში იმისა რომ როცა დამჭირდება არავინ არ იქნება, ვინც მე მომეხმარება, მიპატრონებს, ან კიდევ დავკარგავ ადამიანებს, რომლებსაც მე უყვარ ვარ და რომლისთვისაც რაღაცას წარმოვადგენ. ანუ იქიდან მეცნიერება ამბობს, იქიდან მოდის ბავშვობაში გადატანილი ამ ტრამვებიდან, განშორებიდან. დაცილების განშორების ტრამვის გამოძახილია შფოთვები. ამის გარდა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობა, როგორც ბევრი დაავადების, ეს როგორც ფიზიკური, ისე სექსუალური ძალადობა და აი დღეს ვკითხულობდი ზუსტად ერთ-ერთ ინგლისურ სახელმძღვანელოში, რომ არა მარტო თქვა ძალადობა, რომელსაც ბავშვი განიცდის, თვითონ უშუალოდ როცა ხედავს მშობლებს შორის აი ამ ძალადობა, აი როცა ქმარი ურტყავს ცოლს, ანუ მაცხდება ხოლმე რა ოჯახებში. და უყურებენ ბავშვები, მე მახსოვს ერთ ადამიანთან კამათი, რომელიც ამბობდა, რომ აი ქმარი, რომელიც მოძალადა იყო, მოდიოდა ურტყავდა ცოლს, ბავშვებსაც ესე სახლიდან გარბოდნენ და ასე შემდეგ და ნუ არ გავშვერდი ქმარს, იმიტომ რომ შვილებს მამა ყოლოდათ. მე შფოთვში წირა ფსიქიკური აშლილობისთვის, ხო? ნუ ეს დაყენება არ არის სწორი. ხო, იმიტომ რომ ესეც ტრამვა, რომელიც მე აი ესე ვლინდება. რამდენად არის შანსი რომ თქვა განუკურნებელი იყოს ეგეთი შემთხვევა გქონიათ?
თუ არ მიხედავთ დაემორჩილა პონალობასთან თუ დაგიჯერათ აი ჩვენ ახლა შფოთვით აშლებაზე ვილაპარაკეთ გაცრავად პანიკურ აშლებაზე ვილაპარაკეთ ყველაზე მეტი და ჩემი განპირადი გამოცდებით ყველაზე კარგად პანიკური აშლება ემორჩილება მკურნალობას ჩემი პირადი გამოცდილებით არ ვიცი სხვა პირას იტყვიან ოღონდ თუ შეასრულებ იმას რასაც ეუბნები აი ნახეთ წამალი ანტიდეპრესანტებზე ვილაპარაკეთ როცა ხანგრძლივად უნდა მიიღო სხვები არა აი ანტიდეპრესანტი უნდა დაეტო იმიტომ რომ აი საბოლოოდ დაიწიოს აი ამ აგზნებადომ ხო ნერვული სისტემის აი ამ ლაბილობამ და ეს არის საყოველთაო მონაცემი რომ ბოლო შეტევიდან შეტევის მერე კიდევ 6-დან 9 თვემდე როგორც მინიმუმი უნდა გააგრძელო მედიკამენტის მიღება 2 წლამდეც კი შეიძლება გააგრძელო აღარ აქვს არანაირი შეტევა მაგრამ ეს უნდა გააგრძელო რომ ეს საბოლოოდ გასწორდეს რომ ეთქვენ თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ ოდესმე ისევ არ დაგეწყება სამწუხაროდ 100%-იანი არაფერი არ არის მაგრამ თუ იცი აი ფსიქოთერაპია მაგას აკეთებს გასწავლის თქვათ აი როგორც თქვენ თქვით რომ ხანდახან გრძნობ რომ მეწყება გასწავლის როგორ უნდა მოიქცე რომ ეს არ გადავიდეს რეალურ პანიკაში. ხო, ამ დროს კიდე გამიგია რომ საორჯიშოები არსებობს თვითონ უკვე როცა შეტევა იწყება პანიკის, რომ აი იმ წუთას რა უნდა ქნა. YouTube-ზე ნახავთ ამას, ნუ ხო, ყველაზე ძირითადია ხომ და ყველგან არის სუნთქვითი სავარჯიშოები. ამ დროს ხო ჰიპერვენტილაცია ხდება, ხო, ანუ სწრაფად სუნთქავ და იმის მაგია რომ სუნთქა გაგიადულ და სპირიკით გიზრდება, იმიტომ რომ ეს ჟანგბადის კონცენტრაცია ზრდით და ნახშირორ ჟანგს გამოდევნი. აქ ნახეთ რა სურჩევენ ძირითადია ამ სუნთქვითი სავარჯიშოების სხვადასხვანაირები მაქვს მეც ნანახი. ძირითადია რომ ნელა და ღრმად სუნთქვა ისწავლო. თქვათ აი ამას წინათ ერთ გერმანულ საიტზე ვნახე, ესეთი მომეწონა სახელი აქვს თვითონ ისეთი რომ გამახსოვრდება 4-7-11 ესე ქვია ვარჯიშს. ანუ რა ქვია 4 წამი ჩასუნთქვა, 7 წამი ამოსუნთქვა და ეს გაიმეორეთ 11-ჯერ. ნუ ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს არ არის ყველაზე კარგი ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი სავარჯიშოა, მეორე სავარჯიშო 7 წამის განმავლობაში ამსუნთქვა თუ 7 წამის მერე? არა, 7 წამის განმავლობაში. ანუ ჩასუნთქვა უფრო მოკლე დროს ხდება, ამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივია. 4, 7 და 11 ჯერ გაიმეორე, გეუბნები. 4, 7, 11 ქვია თვითონ სავარჯიშოს ესე. ხო, ნუ ახლა უცხო საიტებზე ვნახე ეს ყველაფერი. კიდევ ეს სხვები არის, რომ აი ვთქვათ ჩაისუნთქე, ვთქვათ 4-5 წამი, 4-5 წამი შეიკავე სუნთქვა, მერე ამოისუნთქე 1-4-6 წუთი, მერე კიდევ 4 წამი, უკეთრად 4 წამი კიდევ შეიკავე სუნთქვა, მერე ისევ ჩაისუნთქე, ანუ ესეთი კვადრატია დახატული, ანუ 4 წამი ჩასუნთქვა 4 წამი, 4 წამი შეკავება, 4 წამი ამოსუნთქვა, 4 წამი ისევ შეკავება, 4 წამი ჩასუნთქვა. ეს კვადრატს ხატავ შენ თვალწინ და ესე აკეთებ. და ნუ შველის. კიდევ არის რომ თქვა ცხვირით ჩაისუნთქე, პირით ამოისუნთქე, კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი ვნახე, აი თქვენს რო თქვით ყურებშიო რაღაც ხმა იყო შუა უნდა იყოს საჩვენებელი თითები ყურებში გაირჭო ამ დროს და როცა ამოისუნთქა, უნდა ამ ხმაურს დააკვირდე როგორ შენს თავში ეს ხმაური როგორია. ხო. აი უამრავი რაღაც არის მოცემული. კიდე ესეთი რაღაცა გამიგია გარშემო უნდა დაიწყო ნივთების ჩამოთვლა, რასაც ხედავ. აი ნახეთ მაგას რა ქვია. მაგასაც თავის სახელი აქვს 5-4-3-2-1. ესეთ სახელი არ ვიცი იცით თუ არა. არა, აი რა გამიგია. ნახეთ რას ნიშნავს, ანუ 5 გრძნობის ორგანო აქვს, ხო, შეგრძნების ორგანო ადამიანს. დაახლოებით მივხვდი ხო, რომ 5-ვე სამუშაოებათა როგორ არის? ესე იგი, სადაც ხარ სივრცეში 5 ნივთი დაინახე, ჩამოთვალე თქვათ მიკროფონი, ტელეფონი, სათვალე, ჭიქა, კამერა. მერე ეს 5, მერე 4. 4 ნივთს შეეხე და დააკვირდი. შევეხე, იქ რაღაცა შევეხე, ანუ რა შეგრძნება, ანუ ტაქტილურ, ანუ პირველად მხედველობას ავარჯიშებ, მერე ტაქტილურს 4 ნივთის შეხებით, 3 ხმაურს, ახლა სტუდიაში არ შემოდის ხმაური, მაგრამ სადაც ხარ, 3 რაღაცას მოусმე, რაც ხმას გამოსცემს. თქვათ ეს მანქანის ხმა მესმის, თქვათ იქ მაცივარია ჩართული იმის ხმა ან რაღაცა ხო, 3-ს. 2 ყნოსვა, 2 რაღაცა შეიყნოსე. თქვათ შეიძლება იქ რაღაც გიდევს, რომელსაც სუნი აქვს, ნუ და 1 გემოგაუსინჯებ. რა ვიცი, წყალი მაინც გექნება ხო ახლოს, რა ვიცი, რამე ისეთი. ეს არის 5-4-3-2-1. და ეს რა შვება? მე ესე წარმოვიდგინე მაქვს, რომ უბრალოდ ფიქრებით მოგწყვიტავს იმ რაღაც პანიკურ ფიქრებს და გამიწევს რეალობაში, ასე ვთქვათ. ყველა მეთოდი არის ეგ გადატანა.
ყურადღების გადატანა აი ამ შენ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ აი სპირალური ბუნება აქვს ოშიშო პანიკური შეტევების დროს ასე ამბენ. ანუ ხო აკვირდები რომ აი გული აჩქარდას, თქვა გეკვრის, ვაიმე გეშინია რომ რამე არ დაგემართოს, ეს შიში კიდევ უფრო აძლიერებს შფოთვას. ანუ ეს მოჯადოებულ წრეში ხდები და როცა აი ამ რაღაც სხვა საგნებზე გადაგაქვს ყურადღება, უკვე თავისთავად ყველაფერს ერთად ვეღარ ფიქრობ, ხო? სუსტდება იმისკენ ყურადღება. კიდევ ურჩევენ ეგრეთ წოდებული ესეთი რჩევებია უცხოურ შეიძლება ჩვენებიც ურჩევენ, ხოლმე არ ვიცი ფსიქოთერაპევტები რას ურჩევენ ზუსტად, კონდეს სასწრაფო დახმარების ჩანთა. ჩვენები ძირთად, ანუ რას ნიშნავს სასწრაფო დახმარების ჩანთა? თან ქონდეს ისეთი რაღაცა, რაც იცი რომ შენი გამოცდილებით იცი რომ პანიკური შეტევის დროს პანიკის აი ამ შფოთვის განცდას გიმცირებს. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ნივთზე შეხება, თქვათ ფაფუკი ნივთი. არასასმელი და არა, რა თქმა უნდა. არ ციგარეტი. ხო, არა, ფაფუკი ნივთი გედოს ჩანთაში, რომელსაც აი რო შეხები ქსიამოვნებს. ანუ პირადი ჩანთა უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ. აი ხო, ეს ქვია სასწრაფო დახმარების ჩანთა ეს ფიგურალური გამოთქვა. საკუთარი შედგენილი. ხო, ან კიდე თქვათ რაღაცა სუნი ქსიამოვნებს და თქვათ რაღაც სუნამო ან რა ვიცი რაღაცის სუნი, ზოგს ნავთის სუნი უყარს, მაგრამ რაღაცა ისეთი ნივთი გედოს, რომელსაც უსუნებს დასუნავდა, ნუ ეს შეგიმცირდება. ან მუსიკა გიყვარს, თქვათ კომპიუტერში გაქვს ჩაწერილი და მოусმენი იმ წუთას, ხო? კიდე ამბობ რომ აი რაღაც წერტილები, რომელსაც თუ დაიზილავ, ეს წრიული მოძრაობით გიმცირებს, ერთი არის აი აქ სახსართან, ერთი სადღაც მარცხენა მხარეს, მკერდის ქვემოთ, ცulis ქვემოთ. აი ესეთი რჩი, ან უბრალოდ ადექი და ყურადღება რო გადაეტანო, წყალი შეისხი, ცივი წყალი შეისხი. ანუ რაღაცნაირად უნდა მოახერხო ყურადღება, ეს ყველაფერი არის ყურადღების გადატანის წესები, ხო? ნუ ამრავი ესეთი რჩევა, რასაც შენ გააკეთებ სხვისი დახმარების გარეშე იმ წუთას და მე რადგან არ გამომიცდია პანიკის შეტევა, არ ვიცი რამდენად შველის, მაგრამ სავარაუდოდ რადგან არის ეს მითითებები შველის. მეც რომ წოდნო და თვლი მაშინ ამეხმარებოდა. ესენი მე გავიგე უკვე. აი ვინც გისმენს და აქვს ეს პრობლემა, იმედია გამოიყენებს რაღაცაში. ხო, რაც თავარია პანიკის დროს დაჯექი ან დაწექი. ანუ ნუ გაიქცევი, დარჩი ოღონდ ნუ ესე ცოტა უფრო რელაქსაცია. ნუ რელაქსაციის უამრავი სავარჯიშოები, რა თქმა უნდა, იოგაზე ამბობენ, რომ ძალიან შველის იოგას მთელი რიგი ტექნიკები, ნუ იმ წუთას თუ გაგახსენ. კი, ფიზიკური ჯანმრთელობაც მე ჩემ თავზე გამოცადი, როგორი მნიშვნელოვანია ვარჯიში, მოძრაობა. მე ვთქვი რომ ერთ-ერთი ის არის დიახ. თუნდაც ფეხიციარული არ არის აუცილებელი შტანგების ქნება ანუ. ხო, აი სასწრაფო დახმარების ჩანთაზე რო ვილაპარაკე, ჩვენებისთვის რა არის ეს სასწრაფო დახმარების ჩანთა, რომელიმე ბენზოთიაზეპინი ჯიბეში ან ჩანთაში. რამდენად ვთქვა რომ 7 გრამი ის რა ქვია სასმელი ჯიბეში. ხო, ექცოდია. ხო, აი 7 ვარ თუ ეს წამალი რაღაცა გარკვეულ წამლებზე არის ლაპარაკი, მიდევს ჩანთაში, არ ვიღებ ექიმო ერთი თვია და მაქვს, მაგრამ 7 ვარ, ვიცი რომ თუ დამჭირდა. მაქვს, ნუ ეს არის რა სასწრაფო, ყველას რაღაც თავისი გამოცდილება აქვს. ხო. რას ურჩევდით ეხლა იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ამოიცნოთ საკუთარი თავი და არც კონდეს გააზრებული, რომ ეს სახელი დარქმეული რაკნან პირველ რიგში ალბათ მიმართონ იცით რა, მიმართონ სწორ სპეციალისტს, ხო, მოდი ესე ვთქვი, სწორ სპეციალისტს ხშირად მიმართავენ, ხა ზოგადად არც არის ხელმისაწვდომი ყველგან, ნუ მოკლედ ეს ფობიკური და შფოთვითი აშლობები არის ფსიქიატრიის სფერო. მოდი ვთქვათ, ხო. თუმცა მიმართავენ ხშირად მონათესავე სპეციალობებს. ეხლა თუ არ არის ახლო-მახლო ფსიქიატრი, კი ბატონო, მიმართეთ, სულ არავის მიმართვა სჯობია რომ მიმართოთ მონათესავე სპეციალობებს, მაგრამ იცით და ბევრმა ნევროლოგმა თუნდაც საკმაოდ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს, როგორ უნდა უმკურნალოს, მაგრამ ხათ უამრავი ნიუანსია. როგორც ვთქვათ, მე ვიცი ზოგადად ადამიანს, რომ რადიკულიტი აქვს, რა წამლები შველის, მაგრამ არ ვიცი ნიუანსები, ვთქვათ, როდის რომელი ჯობია, რა დოზით დავნიშნო, როგორ ამდენ ხანს მივცე და თავარია რა ველაპარაკო პაციენტს, ხო? ამიტომ ანუ თქვენი პანიკური შეტევის საქმის არის თქვენი პაციენტი. კი, ფსიქიატრი, ერთმნიშვნელოვნად ფსიქიატრია. ეს ცოტა ტაბუირებული თემა არის, ხო, რომ ფსიქიატრთან ხო არ წავალ და ესე იგი გავგიჟდი ახლა ფსიქიატრთან მიდიო შეიძლება იგი იფიქრო. კი, მაგრამ ამ ბოლო ხანებში იცით, აი მე მგონია რომ ცოტა მოიხსნა ეგ ტაბუ. ნუ ხა ძალიან ისეთ ხალხში სადაც ნაკლებად მიდის ეს ინფორმაცია შეიძლება არის, მაგრამ იცით რამდენი ახალგაზრდა მოდის და სხვათა შორის ითვლება რომ ეს შფოთვითი და პანიკური აშლობები უფრო ქალების დაავადება ვიდრე მამაკაცების. ერთადერთი ხა სოციალური ფობია არც გვილაპარაკე ამაზე. სოციალური ფობია არის რომ თანაბრადაა ესე ითვლება მამაკაცებში და ქალებში. სხვა დანარჩენი ალბათ მამაკაცებს ცოტა უფრო
უხერხულებად ხოლმე ამის აღიარება თორემ ხო, ოთხივე ფორმა კალიფს. აი ბუსატმორდო სტატისტიკა ხო იცით ცოტა ისეთი სფერო არა. ხო. რას მოიცავს ვერ გაიგებთ ხო, მაგრამ ხო აი კალიფში უფრო ხშირია და უამრავი და იწყება ახალგაზრდულ ასაკში, აი 15, 14, 15, 16 ბავშვებსაც აქვთ. და აი ბავშვებში შიშები არის ტიპიური, განსაკუთრებით ეს იზოლირებული ფობიები, ხო, არასპეციფიური ფობიები. ძალიან ახალგაზრდულ ასაკში იჩენს თავს. რამდენად მოდიან ესეთი პაციენტები, მე მყავს ბევრი და სხვებსაც ხო დარწმუნებული ვარ, არანაკლები თუ მეტი არა. კი, ისიც გავრცელებული წარმოდგენდა სტერეოტიპია, რომ თუ სწორად ვერ შეარჩიე ექიმი შეიძლება გაგჭყიყოს რაღაცა წამლებით, ესეც ხშირად გაგვიგია ხო და აი შედეგი არ გამოიღო მასვეს ბევრი ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ აკრიტიკებენ ექიმს, ხშირ შემთხვევაში სწორიც ანუ რეალობაც არის. ეცა მოდი პირდაპირ თქვა ხა მე თითქმის ყველა ჩემს სპეციალობაში მომუშავე ცნობილ თუ პოპულარულ ფსიქიატრს ვიცნობ ხო პირადად და ვიცი ახლა მათი ძლიერი მხარეებიც და ხშირად შემოხდრია ეგ ხა Facebook-ზე ყველა რაღაცას წერთ რომ ნუ ამბობენ რომ არ მიშველა ისეთია ეს არ არსებობს ექიმი რომელსაც ყველა პაციენტი ყავს კმაყოფილი ჯერ ერთი არის რეზისტენტული ფორმები აქედან დავიწყოთ აი როგორც გითხარით პაციენტს რომ უნდა რომ დღეს მოვიდა და ხვალ უკვე კარგად იყოს არ არის მასე ახლა თვითონ წამალი არ მუშაობს უბრალოდ აი რა უნდა გააკეთო ხო მაგრამ აი ექიმის საქმე ზუსტად ეგ არის ეს კარგად გააგებინოს ანუ ამაზე დრო უნდა დახარჯო. თორე აი პაციენტი რომ მიყვება რა ჭირს 10 წუთში უკვე ვიცი რაც ჭირს და ვიცი რა წამალიც ჭირდება, მაგრამ დანარჩენი დრო მიაქვს იმას რომ ეს ყველაფერი გავაგებინო, აუხსნა. თან პაციენტიც აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. სულ უნდა უყურო ვინ გიზის წინ. ვიღაცას ბევრი უნდა ელაპარაკო, ვიღაცას ცოტა უნდა ელაპარაკო, ვიღაცას სამეცნიერო ტერმინებითაც შეგვიძლია ელაპარაკო, ვიღაცას ძალიან მარტივად უნდა აუხსნა. ხო, გასაგებია. აი მე მყავდა ესე როგორ მახსოვს ის ქალბატონი დღემდე მირეკავს ხოლმე და მე მეგობრება, ერთი პაციენტი შფოთვითი აშლებით მოვიდა ჩემთან, ვიღაცა მოასწავა და მოვიდა სამსახურში და ვერ დავსვის გამზე. იმდენად ისეთი ძლიერი შფოთვა იყო, რომ აი უბრალოდ ვერ დავსვი რომ დავლაპარაკავდი. პირველი რაც გავაკეთე, ეს დამამშვიდებელი ტაბლეტი მივეცი. ცოტა რომ დაწყარდა მე ველაპარაკე. ნუ აი ვინ გყავს იმას ვამბობ, ვიღაცა გიჯდება და იწყებს და ნუ რა ვიცი. ასე თქვა ქვეყნის ბრალი რამდენად არის ხოლმე როგორი ქვეყანა და როგორი საზოგადოება ის თუ რამდენი ყავს ასეთი პაციენტი ანუ გარემო შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი თუ თავიდან მაინც ადამიანის მიზეზით არის და უბრალოდ მე პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს. აი როგორც თქვით ორი ფაქტორია ხო წამყვანი თან ადამიანი პიროვნება თავისი მოწყვლადობით ანუ რამდენად სტრესს გამძლეა მოდი ესე ვთქვა რამდენად აქვს ეს დაძლევის გადალახვის უნარები გამომუშავებული და მეორე ის სტრესი რაც მასზე მოდის გარემოდან მომავალ ეს გამაღიზიანებელი ფაქტორია თქმა უნდა ხო რაღაცა ყოველთვის რაღაცა აღმოჩნდება ხოლმე რაც გინდა ძლიერი იყოს და ნაკლებად მოწყვლადი იყოს ყოველთვის შეიძლება რაღაცა აღმოჩნდეს ბოლო წვეთი რის შემდეგაც ეს წონასწორობა ირღვევა რა თქმა უნდა რაც უფრო სტრესულია გარემო სხვადასხვა ეს ნევროზული ტიპის აშლილობები მკვეთრად მატულობს სტრესულ გარემოში სტრესულ სიტუაციებში ხომ და აი რაც შეეხება ფსიქოზებს თქვა იგივე შიზოფრენიას და ასე შემდეგ მეტნაკლებად თანაბარი რიცხვი. ანუ მაინც სხვა, რა თქმა უნდა, სტრესული ფაქტორები მანდაც მუშაობენ, მაგრამ თუმცა ნახეთ ახლა რა მოხდა, ახლა გადავედით ცოტა სხვა დაავადებაზე. ყველა ფსიქიატრი გეტყვით ამათ, იმის შემდეგ რაც მოხდა, ახლა ცუდად არ გამიგოთ, მარიხუანის ლეგალიზაცია და ბევრმა იმიტომ დაიწყო გასინჯორვა, მოდი ვნახოთ ეს რა არის. ფსიქიატრებს გვენატრება წმინდა ფსიქოზები, ანუ ყველაფრისგან დამოუკიდებელი შიზოფრენია, რომელიც არ არის რაღაცისგან სავსეა განყოფილებები ახალგაზრდა ბიჭებით ფსიქიატრიული, რომლებსაც ისტორიაში უდევთ მარიხუანის აი ეს ჭარბი და ხანგრძლივი მოხმარება სამწუხაროდ. ეს იმიტომ მოხდა რომ აღიარებენ და ადრე მალავდნენ თუ მართლა გავრცელებულია მოხმარება, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია? მოხმარება იცით არ მაქვს, ვერ ვიტყვი, ვერ დავიბრალებ, იმიტომ რომ ეს მაინც ნარკოლოგების სფეროა, ნუ სავარაუდოდ უფრო მეტია მოხმარება, იმიტომ რომ დასჯის აღარ ეშინიათ ვიღაცას დასჯა ახლა ხო იცით რატო ჩემი გამოცდილება ესეთია რომ მე როცა მქონია შეხება, რავი ძალიან ბევრი წელი აღარ მომეხმარია, მაშინ იყო უმკაცრესი კანონები და ეგ უნდა გასაუქმებელი იყო რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც მე ალბათ ჩემი ყველა ნაცნობები რა გიყო 10-დან 8-ს პერიოდულად რაღაც შეხება ქონდა და წვლილმა ქონდა, შეეძლო მაინც მოეპოვებინა.
და ანუ მაგას ხშირად ამბობენ ხოლმე, მაგრამ ხო ალბათ ნუ ჩემი გამოცდილება არის არა ვერ გეტყვით, მაგრამ ნახეთ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ მაშინაც იყო, მაინც გავრცელებული იყო და მაინც ყველა მოიხმარდა რა. კი, მაგრამ ნახეთ თქვენ ახსენეთ სიტყვა პერიოდულად. თუ დააგვირდანო პერიოდულად. არა, როცა უნდათ ასე ვთქვა, და პერიოდულად მაგას ვამბობ. ხო, ახლა ესე ქრონიკული მომხმარებელი არ ყოფილა. ახლა კვირაში ერთხელ ვეწევი, ახლა ეგ არაფერს არ გიზავს ისეც. თუ არა ხარ ძალიან მოწყლა. ანუ მანდაც მოწყლადობა. ვიღაცას ემართება ფსიქოზი, ვიღაცას არ ემართება, მაგრამ აი წინათ ეძახოდნენ ქეშებს ესეთ ადამიანებს მახსოვს ეს ძველი სიტყვა და მინახია უცხოეთში მინახია სხვა შორის აი ესეთი ქეშები. აი ემოციურად არიან როგორც და აი რაღაცა დაბლაგებულები ემოციურად აი რაღაცა თითქოს ნაკლები რაღაცები აწუხებთ აინტერესებთ ანუ ემოციური მრავალფეროვნება იკარგება ემოციური ანუ ადამიანი ხო ფერადი ხარ შენი ემოციებით ხო როგორც პიროვნება და აი ეს ფერადოვნება მცირდება და რა აღარ არის საინტერესო ესეთი ადამიანი ჩემი აზრით. ხო, რა, ნებისმიერი ამას უკეთებს შეიძლება ფსიქოზი არა თუ არ ხარ, ანუ ფსიქოზი ხარ ყველას რა თქმა უნდა არ ემართება. ეს უნდა სადღაც გეტოს ამისკენ მიდრეკილება, ანუ იგივე მემკვიდრეობაზე რო გადავიდეთ, ხო? ვიღაცა სადღაც შეიძლება სულ არც იცი და არც ახსოვთ, მაგრამ ნუ საიდანღაც ეს გენეტიკურად გადმოყვა ამისკენ მიდრეკილება. ეს მარიხუანა მე ამოგიგდებს ამას. როცა შეიძლება და არ გქონოდა. ხო, ანუ მაინც თქვათ გამოდის რომ მე ასე გავიგე რომ თავარი გზა არის რომ ასე თქვათ კი ეს წამლებიც დაგეხმარება ანტიდეპრესანტებიც და იმ წუთას მოვლა მაგრამ მე რომ განმეორებადობა შევამციროთ და რისკი ამისი არის რომ ჩვენ თვითონ გავძლიერდეთ ნებისყოფის გაძლიერება იქნება თუ ფსიქოლოგიურ აი ნახეთ ხა არ გულაპარაკია ფსიქოთერაპიაზე ხო ეს ფსიქოთერაპია ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი და საერთოდ ყველაზე კარგი მკურნალობა არის მედიკამენტები პლუს ფსიქოთერაპია ან ფსიქოთერაპია პლუს ანუ პირველად ინიშნება მაინც იმ ქვეყნებში სადაც ეს უფრო კარგად არის დალაგებული და ხელმისაწვდომია ხო სპეციალისტები ჯერ ფსიქოთერაპია თუ არა არ გამოდის არაფერი ნუ მძიმე ფორმები ან ქრონიკული ფორმები ან წამლებიც ჩაერთვება ამათი კომბინაცია არის საუკეთესო ვარიანტი და მე შედარებებია გაკეთებული ფსიქოთერაპიით დამკურნალები და ამის გარეშე დამკურნალები ფსიქოთერაპიას უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს კარგად ყოფნისთვის ვიდრე წამალს თქვენ წარმოიდგინეთ ხო რატო იმიტომ რომ ფსიქოთერაპიის დროს სწავლობ მეთოდებს აი როცა თუ აი მიდრეკილება რა თქმა უნდა რჩება ხო თქვენც გიგრძნიათ ეს რომ ისევ დაგეწყოს ეს რაღაც შეტევა ფსიქოთერაპია ეხლა ბევრი წელი უკვე აღარ თავიდან სადამ მან თქვენ დაძლევთ ხო ესედა ეხლა ხო მაგრამ აი ბევრს ისევ რაღაცა უბრალოდ ცნობ სიტუაციებს რომ აი ამ სიტუაციაში მაშინ დამემართებოდა მაგხსენდება ხოლმე თორე ეხლა ანუ მაინც რაღაცა ამოტივდება ხო თუ რაღაცა ხო ისეთი რომ რაღაცა ესე და აი ფსიქოთერაპია გასწავლის როცა ესეთი რაღაც ხდება თან რაღაც უკვე გრძნობს სხეულებრივად უკვე რაღაც სიმპტომი შემოდის როგორ გაანეიტრალო ეს რომ არ მიხვიდე შეტევამდე ამას გასწავლის და ეს თუ დამახსოვე ხო თან ნახეთ რა ხდება აი ფსიქოთერაპიის დროს თქვათ თავიდან ინიშნება კვირაში ერთი ან მაქსიმუმი 2 სეანსი ხო გავარა თქვათ 1-2-3 თვე გაივლი უკვე წარმატებულად დაძლე მე თვეში ერთხელ მიდიხარ და თუ რამე დაგიგროვ და უყები მე შეიძლება წელიწადში 2-3 ჯერ მაინც კიდე მიხვიდე გაქვს საშუალება რომ თუ კიდე რამეა რომ ეს მოიშორო ანუ ესე თან მცირდება და მე ნუ საბოლოოდ ხედავ რომ აღარ გჭირდება ნუ წამალიც ესე რაღაც რამოდენიმე თვეს სვამ წამალსაც თქვენ პაციენტებში თქვენი გამოცდილებით ის პაციენტები ვინც ასე ვთქვათ დაძლიეს დავარქვათ ეს რა ანუ აქა-იქ მეორებას თუ აღარ ჩავთვლით ყველაზე ხშირად ყველაზე პოპულარული მეთოდი რა იყო სიტყვაზე ჯანმრთელი ცხოვრების წესი ვარჯიში დაეხმარა თუ რაღაცა სულიერი განვითარება ეკლესიაში სიარული თუ აი რამე იყო რაც შეიძლება გამოარჩიოთ რომ აი ეს არის ვინც ამის კეთებას იწყებს რაღაცა უფრო მეტად იკურნება და ვარქვათ ხო მოდი ერთ სიტყვას დავარქმევ გამბედაობა იმისა რომ გადადგა მაინც თქვათ იმის გამო რომ გეშინია შეტევა არ დაგემართოს ქუჩაში არ გადიხარ და ხარ სახში ჭაკეტილი თქვათ მაშინვე არ თხოვ რომ გავიდეს მეორე დღესვე მაგრამ რაღაცა წამლების ფონზე გარკვეული დროის მერე
ვინც დაგიჯერებს და გაბედავს და გადავა. ან თქვა პაციენტი მყავდა, რომელიც ძალიან უნდა წასვლა რაღაც ნათესაებთან მეორე სხვა ქვეყანაში და ვერ მიდიოდა, რომ ეშინოდა რომ ეგ ცუდად გავხდები, ხო ეს პანიკურ შეტევებს ხო რა ახასიათებს პანიკა მხოლოდ იმ მომენტში ხარ ცუდად მხოლოდ როცა შეტევა გაქვს, მაგრამ მე მთელი დანარჩენი პერიოდი გეშინია რომ არ დაგემართოს. თორემ მართლა არ იცი როდის დაგემართება და სად დაგემართება და სულ მაგის მოლოდინში ხარ, მოლოდინის შფოთვა ქვია. ანუ მოლოდინის ფიქრი, უბრალოდ შფოთვა არ გაქვს, მაგრამ რაღაცნაირად შინაგანად ისე ხარ, რომ აი თქვენ უკეთესად გეცოდინებოდ, რომ ვაიმე მე აი როდის დამემართება, არ ვიცი ხო და მაინც რაღაც ის ეგრომ შებოჭილა თავს და აი ეს გაბედონ, ანუ გამბედაობა, რომ იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრებით, ანუ გადადგან ის ნაბიჯები, რასაც ვერ დგამდნენ მანამდე. აი ჩემი გამოცდილებით ეს არის, რომ ეს გააკეთონ. რასაც ვერ აკეთებდნენ. ანუ ნახეთ, შფოთვითი აშლობა, ხა შფოთვა და შიში ყველას გამოგვიცდია და ეს ბუნებრივი რეაქციაა, ხო, დამცველობითი აქვს, მაგრამ როდის უნდა როდის ხდება საჭირო მათი მკურნალობა, ხო? შეიძლება გაქვს ეს იზოლირებული ფობია, მით უმეტეს ხო, როცა ვთქვათ გეშინია ობობის. ეხლა არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ექიმთან წახვიდე და ამის გამო იმკურნალო, ხო? თორე ის ობობას ბოლომდე მიბრუნდები თუ დაინახავან, ისეთ ადგილას არ წახვალს, არ შეხედავს სადღაც 8 ჭერში ეს ობობა. არ არის საჭირო ესე იგი. კომეკალიების მიმართვას. ხო, ახლა არ არის სავალდებულო რომ მაინც და მაინც ამის გამო იმკურნალო. რამდენი კალია დადის ახლა თქვენს გარშემო, ხო? აი უბრალოდ მაშინ ხდება, ანუ სამედიცინო ჩარევა საჭირო, როდესაც ეს იწვევს დისტრესს, ანუ შენს ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებას არ ღვევს ეს შიში და ცხოვრების ხარისხს გიუარესებს. აი ამ შემთხვევაში უკვე უნდა დაიწყო მკურნალობა. სხვა შემთხვევაში ახლა ხანდახან რაღაცის გეშინია, თუ გინდა იმკურნალე, მაგრამ ახლა მთლად სავალდებულო არ არის. ანუ როცა ყოფით, აი შენს ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს აუარესებს. ხელს გიშლის ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჩვეულის ცხოვრების წესში, მაშინ თქმა უნდა მიმართვა მკურნალობას. ფსიქოთერაპიის დროს ძირითადად რა ხდება ხოლმე, ანუ ფსიქოთერაპევტის მიზანი რა არის? როცა პაციენტს ესაუბრება, ხო, იმიტომ ძირითადად საუბრით ხდება განკურნება და ფსიქოთერაპია სიტყვით თერაპია, ხო, ფსიქოთერაპია. რას ეძიებს პრობლემებს, გამოუწვევ მიზეზებს თუ აი რას ცდილობს პაციენტთან ეს მიღწევას ცდილობს, ანუ იწყებს ძიებას პრობლემებში. ხო, რა თქმა უნდა, გაჩნია, აი ზუსტად ეგ გაჩნია რა მიმართულების ფსიქოთერაპია. ამის მიხედვით სხვადასხვა მეთოდი. ყველას აქვს თავისი მუშაობის მეთოდები. თქვათ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას გასწავლის, რომ აი ნახეთ ABC ის ქვია მეთოდი, ესე ვთქვათ, A არის ვთქვათ მოვლენა, რაღაცა მოვლენა. B არის შენი ფიქრი და C არის ქცევა შენი. აი ვთქვათ, ძალიან მარტივი აი ამას გასწავლის მეთოდია, რომ ორი გოგონა მოდის თანატოლები ლაპარაკობენ და ვთქვათ, ძაღლმა დაუყეფათ, გზად დგას ძაღლი დაუყევს. ერთი გოგონა გაჩერდება და თავზე ხელს გადავაი, მე ცუგა რაღაცა, მეორე კივილს დაიწყებს და გაიქცევა, ხო, ანუ ძლიერი შიში ემართება. აი რატო რა მოხდეს? ამბავი იყო ერთი და იგივე. ორი თანატოლი გოგონა, აი ქცევები იყო აბსოლუტურად განსხვავებული. რაღაცა დგას ხო შუაში. შუაში დგას კოგნიცია, ფიქრი. იმან რომელმაც ძაღლს გაუღიმა და რა ვიცი რაღაცა საალერსო სიტყვები უთხრა რატომ იყეფავ ცუგა და რა დაგიშავიან რა ვიცი რაღაცა ეგეთი მას არ ქონია გამოცდილებაში რომ ძაღლი მისთვის მტერია ანუ ის არ ფიქრობს რომ ძაღლი მისთვის მტერია მეორეს აქვს რაღაც ცუდი ან თვითონ ცუდი გამოცდილება ან ბევრჯერ უთქვამთ რომ ძაღლს თავი არის და ძაღლი საშიშია გიგბენს და ანუ ეს კოგნიცია განშტა ვაიმე ახლა საფრთხე მომევიდა ანუ შუაშია კოგნიცია აზრი ანუ მოვლენასა და ქცევას შორის დგას აზრი თუ რას ფიქრობ შენ მასზე ამიტომ ეს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია აი ამ აზრის კოგნიციის შეცვლით გიცვლის ქცევას და ნუ ეს ემოციაც ამისაა ხო აი ვთქვათ ერთ-ერთი მეთოდი ხო რასაც ძალიან ზოგადად რა თქმა უნდა კიდევ უამრავი რაღაცაა ხო ხო და ნუ სხვა მეთოდებს სხვა მიმართულებებს სხვა წესები აქვს სხვათა შორის არის კიდე ესეთი EMDR-ს ეძახიან თვალის მოძრაობით სენსიტიზაცია ეგ საერთოდ სხვა რაღაცაზეა და სადაც აი ну მოკლედ ბევრი მეთოდი ახლა ეს ყველაფრის გარჩევა რთულია ხოლმე გასაგებია ხო ანუ ადამიანსაც ეს პრობლემები აქვს რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ თორსა თემა ჩვენი პოდკასტის არის რომ მჭირდება ფსიქიატრი რომ მიმართოს და ფსიქოთერაპევტი
კი, როცა ეს არის დისტრესის გამოწვევა შენი შფოთები, ხო, ხელს გიშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. მაშინ უნდა მიმართო სპეციალისტს, ჯობია რა თქმა უნდა პირდაპირ ფსიქიატრს. თუმცა ჯერ თერაპევტებს შეგვევლიან ხოლმე, მაგრამ არა უშავს, მერე ნევროლოგთან მიხვალან, რა ვიცი, მკითხავთან, ანუ პარაფსიქოლოგთან, მიდი ფსიქიატრთან. კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ, ჩვენი სპონსორის რუბრიკა უკასეთი ახალი, სოკარის შეკითხვა არის. რა ვითარებაში, რა გარემოში, როგორ ისვენებენ ხოლმე ყველაზე დასვენებულად სადგზნობთ თავს, აი თქვენთვის დამღლელი დღის მერე ან დამღლელი რაღაც რამდენიმე თვე გადამოლა თუ მოგიწიათ მუშაობა, ყველაზე კარგად განტვირთვა რა არის თქვენთვის? აი ახლა მაშინ შემოცნებას ვიტყვი ყველაზე კარგად განტვირთვა, მაგრამ ამის საშუალება სამწუხაროდ არ მაქვს ხოლმე, ან იშვიათად მაქვს. ეს არის სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა ბუნებაში, სასურველ და ისეთ ადამიანთან, რომელსაც ჩემი ესმის და რომელთანაც აი შემილია რაღაც საინტერესო თემებზე ვილაპარაკო, საინტერესო და ესეთ უფრო ისე აბსტრაქტულზე და საინტერესოზე, ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე და ასეთ რაღაცებზე, არაყოფით თემებზე, სუფთა ჰაერი, ბუნება, ზაფხული თუ სულ ერთია, ხო, მთავარია რომ ეს იყოს ფეხით სიარული მშვიდად, ჰაერს უნთქავდე, ბუნებას ხედავდე და შენთვის სასიამოვნო და მისაღებ ადამიანთან რაღაცაზე საუბრობდე, რამე თემაზე საინტერესოზე. ყველაზე მეტად ეგ, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად რომ ეს მოვახერხო. ხო, ჩვენთან თბილისში განსაკუთრებით არ არის ეგადული. კარგი, გავუკეთეთ მაშინ შეჯამება, კიდევ რამე არის ისეთი შეიძლება გამოგჩა და რაც კარგი იქნება რომ უთხრათ ახლა მსმენელებს და იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს. ფსიქიატრი არ არის საშიში ადამიანი, აი მე ფსიქიატრი ვარ, ხო არ შეგაშინეთ. ხო, პაციენტებს ვეუბნები ხოლმე, აბა შეგეშინდათ ჩემი, იცინიან ხოლმე. და ფსიქიატრი ნიშნა ანიშნავს, რომ ხო და მე ხო და აი ხშირად ვთქვამთ, რომ აი პაციენტის პატრონებს მოდით იცი რა, არ უთხრათ რომ ფსიქიატრი ხართ რა. გეხვეწებით რა, იმიტომ რომ ფსიქიატრთან არ წამოვლენ და არ დაელაპარაკებიან. მე რომ მოყავთ, კაი ვეუბნები, ნუ რაღაცას მაინც ვეტყვი. არ ვეუბნები ხოლმე რომ არ ვეტყვი, რომ მოყავთ საერთოდ ეგ კითხვაც არ უჩნდებათ, ვინ ხარ, ვინ ვარ მე სპეციალობით. ხო, შეიძლება რაღაცა, ხო, არც უჩნდებათ ეგ კითხვა. ძალიან ჩვეულებრივ საუბრობთ. და მე თუ უთხარი ბოლოს რომ ფსიქიატრი ვარ, არ არის პრობლემა უკვე. ხო, შეიძლება რაღაც ის იყოს საჭირო. რებრენდინგი, ასე ვთქვათ, ახალი სახელის დარქმევა ფსიქიატრებისთვის, რომ შეეშიდეთ ადამიანებს. ხდება, როგორ არის, რომ ადამიანებში ეს არ გავრცელებული, რომ ესე იგი ფსიქიატრთან წავიდე რა გავგიჟდი, ხო, და ანუ ფსიქიატრი ახლა ჩემთვის ვთქვათ, გიჟების ექიმი ხარ, ძალიან შეურაცხყოფელია, ხო, მაგრამ მე ახლა პრიმიტივებს მეც ვერაფერს ვერ მოსთხოვ, ხო, ესე აი ეს უნდა მოშორდეს, რომ აი ფსიქიატრი თუ ფსიქიატრთან მოხვდი, ესე იგი გაგიჟდი, გიჟების ექიმთან მიდიხარ და ამიტომ აი ნევროზი მაქვს, ნევროლოგთან უნდა მიდი არ არის რა. ხო, რაღაცა ფსიქიური პრობლემები სამართლიანად ითვლება და ჩვეულებრივი პრობლემა როგორც ყველა დეპრესია, ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლება, შფოთვებით საკმაოდ გავრცელებულია. კი, ეს ორი დეპრესია და შფოთვა ყველაზე გავრცელებული. ფსიქიატრისაა ეგ ახლა. ხო, სამართლიანად. ანუ არ შეგეშინდეთ ფსიქიატრთან მისვლის, ფსიქიატრი ჩვეულებრივი ადამიანია, შეიძლება სხვა სპეციალისტებზე უფრო უკეთესიც, იმიტომ რომ მოსმენა შეუძლია. რაც მეტად ვივლით თქვენ სპეციალისტებთან და ახლა კარით რო გადიხარ ქუჩაში, ყოველფერს ნაბიჯი გადააწყლების ადამიანს, ვისაც არ აწყენდა. აუს ხედავთ, როცა მანქანას მართავ ქუჩაში მოძრაობ რაღაცა, საზოგადოება ძალიან დაძაბულები ვართ, აგრესიულები, ძალიან ნერვოზული ფონი არის. ხო, გარშემო. კი, და იცით რა, მე ახლა Facebook-ს ვათვალიერებ ხოლმე როგორც ყველა და ვაიმენეთ რა იღურება ღმერთო და აი ადამიანები მეორე მხრივ ვფიქრობ რომ ეს კიდევ კაი პირისპირ შეურაცხყოფაში რო არ გადა აი აქედან ანუ განიავება ხდება ამ Facebook-მა რაღაცა ეს მიიღო რა თერაპიული მე პირიქით მეორე უარესობას ხوارიწოს ანუ კი შეიძლება დაიცალო Facebook-ში მაგრამ მე იმას ვიღაც წაიკითხავს და ის უარესად გაგიჯდეს და ხო მაგრამ ისიც ხო დაიცლება მაგრამ პირისპირ რო გითხრა იქ შეიძლება დაარტყა ვერ წდები რომ დაარტყა ხო არ ვარ გარაბსანდა ძალიან დაძაბული ფონია ეს აი როგორ ჩანს ადამიანი ვინ არის იცით რა სიტყვებს არის შეიძლება ერთი და იგივე თქვა აბსოლუტურად სხვა განსხვავებულად ხო აზრი იყოს ერთი მაგრამ რა სიტყვებს შეარჩევ და რა როგორ შეარჩევ ხო აი აქაც ხედავენ არის ეს ადამიანი გაკლია ერთი კითხვა ამ თემაში ვეხი მაგრამ მე გადავხდით ისეთ სტუდიაშიც ვარ თან რომ და პირადად ჩემი გამოცდილებაც არის და მაინტერესებს უბრალოდ ჩემი გემოვნების ამბავია თუ მართლა ესეა იუმორი რამდენად ეხმარება ეს ადამიანს თუ უბრალოდ თუ კაკი იუმორის მიმართ სიყვარული მხოლოდ მაშინ იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ის რომ მართლა გძნობდი ამ ეფექტს როცა რაღაცა ჩემთვის სასაცილო
გადაცემას უყურებდი ან სერიალს ან ფილმს ამ დადებით ემოციებს და მეორე არის რომ მე მაგალითად პირადად ცხოვრებაში მასწავლის რომ თუნდაც რაც ამ პანიკურ შეტევებში ჭირდება რომ არ არის ესეთი სერიოზული და მართლა საშიში და ხანდახან იუმორითაც შეხედო ამას უფრო დაგეხმარება იმაში რომ დარწმუნდეს რომ რაღაცა აჩვენებია სინამდვილეში და რაღაცა არაფერი არ ხდება და ამ შემთხვევაში რომ საკუთარ თავზეც გაიცინო ხანდახან და ოღონდ უნდა შეგეძლო ანუ იუმორის გზნობა უნდა ქონდეს და თვით ირონიზაცია უნდა შეგეძლო სწრაფი თუ ადამიანი როცა შეხედავ რაღაცას ეტყვი იუმორით და აი ძალიან ესე დაიძაბება ჯობია გაჩერდე და არაფერი არ ურჩიო ხო არიან ესეთებიც რომ იუმორით ეუნები ხუმრობით და ნუ შეურაცხყოფად იღებს ყოფილა ხო რაღაც ამდენ ჯობია ეგეთი რაღაცა არ ურჩიო მაგრამ თუ აქ ხა იუმორის გზნობა და შეეული ადამიანს რა ჯობია იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია შენ თვითონ გააკეთო შენ თავზე ეს ირონიზაცია ვიდრე სხვებისგან მიიღო ხო რაღაც უფრო ისე ხუმრობი და თან უკვე ვეღარც გაქცევენ დაცვინის ობიექტად თორსა შენ თვითონ შეგიძლია შენს რაღაც ნაგლზე ამ პრობლემაზე შენ თვითონ იხუმრო ხო სხვას უკვე აცლია მიარახს რომ ეს ახ ვარძლიანად მომართოს ეს შენს წინააღმდეგ ძირითადად აცლით და ახლა რა თქმა უნდა ნეიტრალური იუმორის ვეძახი როცა რაღაც ფილმს უყურებ იუმორისტულ განგადაცემას ეს რა თქმა უნდა გშველის იმიტომ რომ ისევ ყურადღების გადატა და თან სასიამოვნო რაღაცას ოღონდ აქაც იუმორის გზნობა უნდა გქონდეს რომ ხო თვითონ სიცილი რამეს იწევს ბიოლოგიურ პროცესს ხო შეიძლება სიცილი თერაპია რო არსებობს სიცილი ჯგუფური ხო ისე რომ ეგ ყველაზე ნაკლებად ეგ მომწონს რაღაც არაბუნებური მგონია მაგრამ არ მიცდია და შეიძლება აი ხო მაგრამ ეს მე მახსოვს გერმანიაში კლინიკაში ერთი ექთანი ატარებდა ხოლმე ამ სიცილი თერაპიას და ძალიან მოწონდა თვითონ ძალიან სიცილს და მე გადამდები ჩვეულებრივი ერთ-ერთი თერაპია იყო ეგ კლინიკაში სადაც ესე დადიოდნენ პაციენტები ხო მიღებული იყო ხო კარგით, მე კიდე მინდოდა საუბარი, ხო უკვე რამდენი ხანია რაც საუბრობთ? საათი და 20 წუთი ხო? ოჰო, ვერ მოგვისმენდა ნათეს. ხო და ამიტომ ამ თემას აღშევხები ზოგადად ძალიან მაინტერესებს კიდე ფსიქიკურ აშლობებს რა იწევს და სულიერი ავადმყოფი თუ რომელია სწორი ტერმინი ფსიქიკური პაციენტების მდგომარეობა როგორ მიმდინარეობს მდგომარეობამდე და ეს ძალიან დიდი თემაა ხო ამაზეც მინდოდა საუბარი მაგრამ უკვე ისე ვართ ქრონომეტრაჟში რომ იქნება სხვა დროს ვქნათ იმიტომ მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა კარგი დიდი მადლობა იმედია რაღაც სასარგებლო იქნება ამის მოსმენა იმ ადამიანებისთვისაც ეს პრობლემა აწუხებს და ეშინია ამ პრობლემის და რაღაცა გაურბის ამას პირიქით მე ჩემი გამოცდილებითაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ნუ გეშინიათ მართლა არაფერი არ ხდება მე მაგას რომ მივხვდი განკურნებადია ხო წამედიკე საკმაოდ კარგად დამუშავებულია მკურნალობის მეთოდები და მართლა შველის თავარია რომ შეძლოთ და მიხვდეთ ამას და იქნება უკეთეს გზაზეც გაგიყვანოს კიდევაც ამ მკურნალობა კი ეგ რა თქმა უნდა თვითონ პიროვნებას რა რესურსები აქვს რესურსებზეც აი მარტო ექიმზე აღარ არის პიროვნების რესურსებზეც აი დამოკიდებული ხო ასე რომ ნუ გეშინიათ და ყველაფერი კარგად იქნება დიახ, გეთანხმებით. ხო, მიმართეთ გაბატონი მარინასნაირ პროფესიონალებს მით უმეტეს არ გვაკლია ნამდვილად პროფესიონალი ფსიქიატრები საქართველოში, ისე რომ კარგი, დიდი მადლობა ჩვენი ხარდამჭერია სოკარი კომენტარებში თქვენი გამოცდილებას თუ გაუზიარებთ სხვა ადამიანებს, ვისაც ეგეთი პრობლემა ქონიათ, ესეც კარგი იქნება და მადლობა ვინც გვისმინეთ ბოლომდე, მადლობა დაგვითმეთ რომ ჩვენთან იყავით და ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ მადლობა. კარგად ზამთრობთ.